ტრადიციულ დღეს ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ და კვირის მთავარ თემებზე წარმოგიდგეთ განსხვავებულ პოზიციებს და დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის დებატებს. დებატების მოლოდინში ოპოზიცია პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება, რა თემებზე ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი 6 თვის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან. საზოგადოებას საშუალება ექნება უშუალოდ პრეზიდენტისგან მოისმინოს შეფასება ყველა იმ პროცესის და აქტუალური თემის, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. როგორ ემზადება უმცირესობა პრეზიდენტთან დებატებისთვის და რა კითხვები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას ქვეყნის პირველ პირთან? ყველაფერი დამყაყდა, ყველაფერს უკვე შმორისუნი ადის, ქართულ პოლიტიკასაც, ქართულ ეკონომიკასაც, ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ხედვა. ცხარე დებატების პირა პარლამენტში და გააქტიურებული უმცირესობა. თქვენ ყავზე გამოსვადეთ ჯერ ეს ყველაფერი და მე გამოიყენეთ ეს იარაღი მომიტინგების წინააღმდეგ. აუცილებლად გამოვხდით საკუთარ ყავზე ნებისმიერ არალეგალურ იარაღს. როდესაც დავარღვევ კანონს, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე თქვენ გაიმხაროთ თქვენი პოლიტიკური პოზიციები. აი ამისთვის იბრძვით თქვენ ქრისტიან დემოკრატები და საპარლამენტო უმცირესობა. შეიძლება თქვენ მოგიწიოთ გამოსვლა ქუჩაში, სექტემბერში იქნება, ოქტომბერში იქნება თუ იქიდან გაზაფხულზე. ამაზე არ ფიქრობთ არც ერთი? კანონი, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების და ოპოზიციის დემარშის მიზეზი გახდა, რატომ დატოვა უმცირესობამ სხდომათა დარბაზი? დარბაზს და არ ვიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. ცვლილება კანონის დასახვეწად თუ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მართველი გუნდის არგუმენტები და უმცირესობის პრეტენზიები. ყველაფერი იყოს კანონებში ნათქვამი მკაფიოდ, არ იყოს ორმაგი წაკითხვის საშუალება, ყველა მიცოდეს ვისი უფლება აქვს. ეს არის კვლავ მუქარა საკუთარი ოპონენტების და საკუთარი ხალხის. ჩვენ აქ რეპრესიების გატარებას არ ვაპირებთ. სწორედ ამიტომაც არის, ვთქვათ, ოქროს შუალედი მოძებნილი. დებატებიდან დებატებამდე და პარლამენტიდან პოზიციის სტუდიაში. ერთმანეთის პირისპირ დღეს ლევან ვებხვაძე და პავლე კუბლაშვილი. ახალი ოპოზიციური პარტია ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოდის. მორიგი პრეზენტაცია მარიოჩი და ალიანსის ლიდერის პარტიული გეგმები. ვაპირებთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლოთ, არ ვეძებთ მტრებს არც ერთ პოლიტიკურ ძალაში, მათ შორის არც ხელისუფლებაში. რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ხელისუფლებასთან. დიახ, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ოღონდ რეალურად ვითანამშრომლებთ და არა საუბრეთ. დინგაერთიან და ყოფილი დიპლომატების გუნდში ძველი თუ ახალი სახეები ალასანიას ირგვლივ. სახე ახალია თუ ძველი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ოპონენტები ვიქნებით სახელისუფლებო პარტიის. როგორი იქნება ახალი პარტიის სტრატეგია და რისთვის ემზადებიან ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრები? ზადავართ მივიღოთ მონაწილეობა ყველა არჩევნებში. ერთიანი პოზიცია ბუნებრივი ამ საკითხზე ვერ იქნება. პარტიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, პარტიის შექმნაზე გავაკეთებ კომენტარს, რომ ეს არის მისასალმებელი. როგორ გაგრძელდება ურთიერთობა პოლიტიკურ პარტნიორებთან და რა ადგილს დაიკავებს ახალი პარტია ოპოზიციურ მოძრაობაში? ირაკლი ალასანიას გუნდის სახელით ახალი პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე დღეს პოზიციაში. პოლიტიკური ზაფხული თბილისში და ცხელი დღეები ბათუმში. ქეთი მელუას სოლო კონცერტით გახსნილი სეზონი. ნინო რამიშვილის საიუბილეო წელი სუხიშვილების კონცერტი აჭარაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი წარმატება გვაქვს ყოველთვის ბათუმში. და ჯაზის ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე. ცხელი სეზონი და ხელოვნებაში ასახული პოლიტიკური ზაფხული. ხელოვანი ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის არსებულ მდგომარეობას და ცდილობს თავის ხელოვნებაში რამენერად ეს ამოხსნას. ამოხსნა თუ გახსნა მხატვრების შემდეგ ფოტოხელოვანების პოლიტიკური ექსპოზიცია. გახსენი რკინის ფარდა, რა კავშირი აქვს ბერლინის კედელს საქართველოსთან. ეს კედელი ყოფდა გერმანიას და მთლიანად ევროპას. მოხარული ვიქნებით თუ ქართული ხალხი იგივე სიხარულს განიცდის, რაც გერმანელმა ხალხმა 20 წლის წინ განიცადა. გამოფენა თბილისში და კონცერტები ბათუმში. ივლისის დატვირთული კვირა დღეს პოზიციაში.
ხაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და მცხარე დებატების კვირის შემდეგ პარლამენტში დებატებს პოზიციის სტუდიაში განვაგრძობთ. ჩემი სტუმრები არიან მართველი გუნდიდან პავლე კუბლაშვილი და უმცირესობიდან ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. საღამომშვიდობისა ბატონებო, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიდრე რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ასე ვთქვათ, დავიწყებდეთ საუბარს, მოსალოდნელი დებატები, რომელიც პარასკევს უნდა გამართულიყო, გადაიდო ორშაბათისთვის, როგორც ცნობილია, მოგზადება პრეზიდენტიც ამ დებატებზე. ოპოზიციამ სამდღიანი პაუზა, ბატონო პავლე, თქვენგან დავიწყებ, შეაფასა ერთგვარ მოსამზადებელი დროის მოთხოვნად, ანუ როგორც თავად აცხადებენ, საკმაოდ სერიოზული ოპონირების გაწევას გეგმავენ. რამდენად არის მზად მართველი გუნდი, ვთქვათ, უპასუხოს ოპოზიციის პრეტენზიებს შენიშვნებს და თავად პრეზიდენტი? მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებატები უბრალოდ იმ ფორმატით კი არ გაიმართება, რაც რეგლამენტით არის გაწეული, არამედ პრეზიდენტის საესწრებამაც და თვითონაც მიიღებს მონაწილეობას ამ განხილვაში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მხოლოდ იმ კითხვებს უპასუხოთ, რომელიც ჩვენ ოპონენტებს აქვს საპარლამენტო უმცირესობა, არამედ იმ კითხვებსაც საზოგადოებაში არის და ზოგადად საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ხედვის შესახებ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს შიდა პოლიტიკური საკითხები, საგარეო პოლიტიკური საკითხები, სოციალური, ეკონომიკური საკითხები. ეს არის ის, რაც ჩვენ მოსახლეობას აინტერესებს, ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიცია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად დავაფიქსიროთ და დავანახოთ განსხვავება ხელისუფლების ხედვებსა და უმცირესობის ხედვებში. ელით ასე ვთქვათ, ცხარე დებატებს ამ დღეს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტებიც საგნობრივ დებატებში შევლენ ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არ უნდა იყოს, ეს იქნება ისევ და ისევ გავიმეორებ ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მზად იქნებიან ამ ტიპის დებატებისათვის. ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ასევე მზაობა უკვე არაერთხელ დაფიქსირდა. და ვკითხოთ ოპოზიციის წარმომადგენელს, თქვენ ერთგვარ გამოწვევად შეაფასეთ პრეზიდენტის მოსვლა, მე მოვისმენ ესეთი კომენტარებიც და ის რომ მას ჭირდება მოსამზადებელი დრო, რომ თქვენ სერიოზულ ოპონირებისთვის თქვათ მოემზადოს. რამდენად მწვავე იქნება უმცირესობა პრეზიდენტად ორშაბათს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი შეფასება არ ყოფილა, რომ მან დრო ითხოვა, ეს თავად მან განაცხადა პრეზიდენტმა, რომ მას ჭირდება გარკვეული დრო მომზადებისთვის. მე ვთქვი, რომ ეს არის გამოწვევა, თუმცა დღევანდელმა დღემ ცოტათი მე დღეს განცხადება გავაკეთე, ცოტათი იმედგაცრუება გამიჩინა აი ამ ეიფორიიდან, ასე ვთქვათ, ცივი შხაპი გადაგვასხეს, როდესაც აღმოჩნდა, რომ დღეს თურმე მესამე მოსმენით ყოფილა მისაღები ჯერ შეკრებების და მანიფესტაციების კანონი და მერე უნდა მოვიდეს პრეზიდენტი. მე ჩავთვალე სწორედ არადროის, ასე ვთქვათ, მოსამზადებელ დროთ გადატანა ორშაბათამდე, არამედ ჩავთვალე სწორედ დროის მოგებად, რომ მათ დღეს ჭირდებოდათ მიღება ამ კანონის, ანუ პრეზიდენტი როცა მოვიდოდა პარლამენტში, ეს კანონი უკვე საიმოსმენით ყოფილიყო. თქვენ გსურდათ რომ გადაეტანათ, ვთქვათ, მესამე მოსმენით პრეზიდენტთან შეხვედრამდე. ჩვენ ვითხოვეთ 3-4 ძალიან მარტივი მოტივაცია წარუდგინეთ ჩვენს უმრავლესობას. პირველი, თქვით, რომ არის კონკრეტული თავი დამატებული, რომელიც ჩვენ გვინდა რომ არას გვინდოდა უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რომ ჩამოყალიბებული იყავით იქითა კვირაში. მეორე იყო ეს მოტივაცია, რაც თქვით, რომ პრეზიდენტი ჯერ მოსულიყო და მერე მიგვეღო მესამე მოსმენით, იმიტომ რომ პრეზიდენტის მოსulis დროს მასთანაც გვინდოდა, მისი პოზიციაც გვინდოდა გაგვეგო ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით და მესამე რაზეც ბატონი პალიკო ალბათ გააპროტესტებს, მე პირადად ჩავთვალე, რომ იყო რეგლამენტის დარღვევით კომიტეტის ხდომა ჩატარებული გუშინ, რომელმაც მესამე მოსმენისთვის ვიზირება გაუკეთა აი ამ კონკრეტულ კანონ პროექტს. შესაბამისად ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ ბატონმა დავით ბაქრაძემ ძალიან მარტივად ხელისაწევით და უმრავლესობით გადაწყვიტა, თუმცა მე მგონია, რომ დემოკრატია როგორც ასეთი არ არის უმრავლესობის ასე ვთქვათ მართლობა. დემოკრატია ეს არის თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები და აი მაგალითად რაზეც ბატონი გიორგი თარგამაძე საუბრობდა, მოყოლს ყოველთვის ეს კანონი, იმიტომ რომ ესეთი ტიპის თემები უნდა იყოს პოლიტიკურ ძირითად მოთამაშეებს შორის შეთანხმების შედეგად მიღწეული, იმიტომ რომ ეს არის თამაშის წესი და როცა ფეხბურთს თამაშობ შენ პირობითად თქვათ, ხო? არ შეიძლება შუა თამაშის დროს შეცვალო ეს წესები. აი დაახლოებით ეს არის შუა თამაშის დროს წესების შეცვლა, რომელიც მე მგონია, რომ არ იქნება ძალიან შედეგიანი და ეფექტური ქვეყნისთვის. კარგი, მოვისმინოთ უმრავლესობის არგუმენტი. ბატონო პავლე, რატომ იჩქარა მმართველმა გუნდმა, ანუ და ვთქვათ, რატომ არ გაითვალისწინეთ უმცირესობის მოთხოვნა? მოსულიყო პრეზიდენტი, ვთქვათ, მერე შემდგარიყო მესამე მოსმენით. მე დავიცებ, რომ პირველ რიგში გადაწყვეტილებას მესამე მოსმენასთან დაკავშირებით იღებს პარლამენტი, ამიტომ მიუხედავად იმისა, როდის მოვიდოდა პრეზიდენტი პარლამენტში, ეს გადაწყვეტილება მაინც პარლამენტის მისაღები იქნებოდა.
ბატონმა ლევანმა ბრძანა დღეს რომ ის აუცილებლად შესთავაზებს პრეზიდენტს დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს. კარგი იქნება თუ ბატონი ლევანი დაასაბუთებს და ერთ მიზეზს მაინც მოიყვანს, რატომ უნდა დაედოს ვეტო ამ კანონპროექტს, რა არის ამ კანონპროექტებში ისეთი, რაც ესეთი გაუგონარი ყოფილა თურმე და აქედან გამომდინარე მას ეს შესაძლებლობა იმედი მაქვს რომ ექნება და იმედი მაქვს რომ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. მეორე რაც შეეხება რეგლამენტის დარღვევას ბუნებრივია გავაპროექტოს, იმიტომ რომ არც ერთი ნაბიჯი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ გადადგმულა რეგლამენტის დარღვევით, კანონპროექტი უკვე თვეზე მეტია იხილება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბატონ ლევანსაც ეს ძალიან კარგად ესმის, რომ რაიმე ხელოვნური მიზეზების მოგონება, რომ გადაგვეტანა ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი. დავასრულოთ ბატონ ლევან, თუ შეიძლება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ოპონენტების არგუმენტები იყო ერთ-ერთ საკითხს, როგორმე გადაედოთ ეს განხილვა. ჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ გადავდოთ ვენეციის კომისიისათვის, შემდეგ იყო საუბარი, რომ გადავდოთ შემდეგის ნომისთვის, შემდეგ იყო საუბარი, გადავდოთ პრეზიდენტის. აი ეს გადადებაში რა ხიბლია მე ვერ ვხვდები. თუმცა კონკრეტულ შენიშვნებს დავასრულებ. შეიძლება იმაზე საუბრობთ, სადაც თქვენ საუბრობთ. ბატონ ლევანი საუბრობდა, რომ აუცილებელია თანამშრომლობა კონკრეტული საკითხის განხილვის დროს და გვეთანხმები. ნამდვილად აუცილებელია და პარლამენტში განხილვის დროს არაერთი საკითხი იყო თვითონ სამი დასტურებს, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ მათი წინადადებების შემდეგ. მათ შორის ის საკითხიც ბატონ ლევან, რომელიც თქვენ ბრძანეთ, კერძოდ გასაჩივრების საკითხი სააპელაციო სასამართლოში ჩაიდოთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით. ეს არის ასე ვთქვათ ის, რაც შეიძლება განხილვის პროცესში შეიცვალოს და შევცვალეთ. ასევე ჩაიდო, რომ არალეგალური არხთან დაკავშირებით გამოყენების წესი, სახეობები და პირობები იქნება დადგენილი მინისტრის ბრძანებით და ესეც ავსახეთ. იქნება დადგენილი. ხო, საინტერესო ფრაზაა და მამას დაუბრუნდეთ ძალიან. თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვენთვის ნიშნავს დემოკრატია ნიშნავს, რომ ყველა თქვენი პირობა იყოს გათვალისწინებული, ესე არ ხდება. არის რაღაცები, რაზეც ვერ შევთანხმდებით, რაც რეგულაცია სწორად. ძალიან ფუნდამენტალურ საკითხებზე საუბარი. თავის პრეზიდენტზე ბატონებთან ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, აქ იყო ლაპარაკი, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული, ანუ საუბრობთ ცვლილებების პაკეტზე, რომელიც დაამტკიცეთ დღეს მესამე მოსმენით, არის ძალადობრივი, ოპოზიციამ ეს შეაფასა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების კუთხით, კონკრეტულად რომელია ის მუხლები, რაზეც არაერთგვაროვანი განცხადებები დიდი ხანია უკვე კეთდება. ჩვენ მე ვიცი რომ დროში შეზღუდულები ვართ თორე ახლა დეტალები არ გვინდა საზოგადოებაში საუბარია აქციების გამართვის წესების თქვა და ასე ვთქვათ შეზღუდვას და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენი პრეტენზია მუხლში ადრე ეწერა რომ როდესაც ეს ფუნდამენტალური უფლებაა, რაზეც პასუხი ჯერ ვერ მივიღე, როცა მანიფესტაცია ატარდება, რისთვის ტარდება მანიფესტაცია? პრობლემა იცით რა არის? ჩვენი ხელისუფლების რომ და არა მარტო სხვათა შორის რომ ჩვენი ხელისუფლება მანიფესტაციას და შეკრებას უყურებს მხოლოდ იმით, რაც ბოლო ორი თვე ხდებოდა. სხვა რამე მათ ალბათ ვერ წარმოუდგენია, თორე იმ ფუნდამენტალურ ნორმას არ ამოიღებდნენ. ეს ნორმა რა იყო? როცა მე მაქვს გარკვეული სოციალური უფლება, როცა მე მაქვს გარკვეული თუნდაც პოლიტიკური უფლება, შრომის კოდექსთან დაკავშირებით, თუნდაც უფლება, რომ რაღაცა მოითხოვ, მე მივდივარ და რისთვის მივდივარ? ხა ეთქობა უბრალესობას ვერ წარმოუდგენია, რომ მიშა წადის გარდა სხვა მოთხოვნა შეიძლება აქციას ჰქონდეს, ხო? მე მივდივარ რისთვის? რომ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პირს აუხსნა და აუსაბუთო ჩემი მოთხოვნები და იმისგან გამოიღო პასუხები. ეხლა რა ხდება? ადრე კანონში ეწერა, რომ გარანტირებული უფლება, აი სიტყვა ეწერა, ეს ორი სიტყვა ეწერა. გარანტირებული უფლება მქონდა ჩემი წარმომადგენელი შემეშვა და ის ვალდებული იყო, რომ შეეშვა და შემდგარიყო ეს დიალოგი. ეს გარანტირებული უფლება ამოვარდა. ბატონი პალიკო მეუბნება რა პრობლემაა საშუალო დაუშვებს და შევაო. აქ პრობლემა საშიშის დაშვების ფორმაზე კი არა. პრობლემა ის იყო, რომ იყო გარანტირებული უფლება, რომ ამ საშიშის დაშვების ვალდებულება გარანტირებული ვალდებულება ქონდა. ფუნდამენტალური პრობლემა ეხლა ძალიან დეტალებში ვერ წავალთ, კამაც ვერ დავიწყებთ, მაგრამ ისიც რატომ მოდი მაყურებლის თვალითაც შევხედოთ. მაყურებელს აინტერესებს იყო ეს მსხვილი მუხლები, ასე ვთქვათ, ძალიან დეტალურ განხილვაში არ ჩავიდეთ, რაც თითოეულ ვთქვათ იგივე მაგაზე ვსაუბრობ, დიახ ზუსტად. რაც თითოეულ იგივე აქციის მონაწილეს ეხებოდა, შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც მოყვა ამას სერიოზული პროტესტი. ანუ კონკრეტულად ეს ერთი გასაგებია. კიდე რა არის ისეთი მუხლი, რომელსაც მისცეთ საშუალებას გაგცეთ პასუხი? თავარი რაც არის, ჩვენ ვუმტკიცებდით ორი კვირის განმავლობაში, რომ თუ სამი კვირა რამდენი ხანია დებატები მიდის, რომ ეს კანონი არის კონიუნქტურიდან გამომდინარე კანონი. რომ ეს კანონი არის მორგებული კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და არა
კანონი, რომელიც როგორც წესი არის უნივერსალური მომხმარების ნებისმიერი შემთხვევებისთვის. ეხლა რატო ვიძახი მე კონიუნქტურიდან გამომდინარე? ეხლა აქ არის ფრაზა. თუმცა მართული გუნდი ამ მოძრაობენ უფრო კაფიო გახდა კანონი და ძალიან კაფიო გახდა კი ერთი ფრაზას გეტყვით და რას შეავს კაფიობა. რომ თვითმმართველობის ორგანოები შესაბამისი სამართალდაცვა აგრეთვე შესაბამისი სამართალდაცვა ორგანოები ვალდებულნი არიან აღადგინონ მოძრაობა. მე ბატონო პალიკო, ეხლა კიდევ ერთხელ საჯაროდ გეუბნებით, რომ იმ ფორმით ქუჩის გადაკეთვა, რაც არის დღეს აი რუსთაველზე, რაც ახლა კადრები გადის, ჩემთვის არის მიუღებელი. წინამდე შემთხვევაში მე იმ საგანში ვждებოდი. ხო, ბატონო. ჩემთვის არის მიუღებელი. ეხლა ამ წუთას უკანონო არა, მაგრამ მიუღებელია. ეხლა ამ წუთას უკანონოა სანამ ეს ახსნებას ამ ადამიანებს რომ გადაკეთონ კანონი არ გრძალავს ამ ფორმით პროცესის გამოხატვას. მაგრამ მე სხვა რამის გეუბნებით, რომ ეხლა რა ხდება? მივიღეთ კანონი იმისთვის, რომ ჩვენ თუ ეს კანონი არ შესრულდება მიღებიდან რომ რამდენი ხანში შევეც ძალაში. პოლიცია უნდა მივიდეს და ეს ხალხი აყაროს. მე ვეუბნები, რომ ხალხო, ჯერ პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტეთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მე ვიფიქროთ ამ კანონზე. კანონი მიიღო იმისთვის, რომ ქუჩა გახსნა, მე იმას კი არ ვიძახი, რომ ქუჩა კარგია, რომ გადაკეტილია. იქ ვიქნებოდი მე, მაგრამ ამისთვის რომ კანონი მიიღო ეს არასწორია. კარგი, თუმცა ამ თითასაც შეცდომა ბატონო პალიკო და ამ თემშიც იყო კამათი ბატონო ლევანი იმ თემაზე იყო თუ არა კანონის დარღვევა ამ საკნებით ქუჩის გადაკეთება. ესე იყო რაღაც მაინც ბუნდოვანი ამ კანონში. ძალიან არა, ბუნდოვანი რა შეზღუდვა ამ ფორმით არ ყოფილა. ეხა შენ შესაძლოა ესეც ხოდი მის შესაძლოა მასწავლებლებს ვიფიქროთ მაგრამ ბატონო პავლე თქვენ რომ კანონი დაირღვა იმ დღეებში როდესაც საკნებით იყო გადაკეტილი ქუჩები თუ კანონი ირღვევა და მაშინ რატომ არ რეაგირებდა ამაზე ხელისუფლება მოგახსენებთ ამის საუბარს ჯერ მინდა დავიწყო იმით რომ ახლა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მესმის შეფასება ამ კანონთან დაკავშირებით ძირითადად შეფასება არის რომ აი ეს არის ფაშისტური კანონი ეს არის ვანდალური ეს არის რაღაც გაუგონარი შეზღუდვა ადამიანის უფლებების და რაში გამოიხატება თურმე ეს შეზღუდვა ეს შეზღუდვა თურმე გამოიხატება იმაში, რომ თუ ორი ადამიანი მოინდომებს, რომ რუსთაველის გამზირი, მთავარი გამზირი ქვეყნის გადაკეთოს, მას უნდა კონდეს ამის უფლება. რომელ ქვეყანაშია, სად არის ეს დასაშვები და რომელ ლოგიკას ეყრდნობა ეს ადამიანები, როდესაც ამბობენ, რომ უნდა შეეძლოს თუ კანონი ირღვევა, გახსენეთ ბატონო პალიკო. დავასრულებთ ბატონო, მაგრამ ასეთი შეფასებების გამო, მე მინდა ცოტა უფრო დეტალურად თქვა. ამ კანონით არ იზღუდება შეკრება არც ერთ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. არ იზღუდება არანაირად არც ქუჩის გადაკეთვა თუ ეს აუცილებელია შეკრების განხორციელებისთვის, მაგრამ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლება არ ნიშნავს ავტომატურად ქუჩის გადაკეთების უფლებას. სადმე კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს შეუძლია ქუჩა გადაკეთოს როგორც უნდა. არ წერია. მაგრამ არ წერია, საზოგადოებრივი წესრიგი არის ის, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი და 25 წერია, რომ ქუჩის გადაკეთვა არ შეიძლება. კარგი, ამას მოვიკამათებ ახლა. ბატონო ლევან, უნდა დავასრულებთ არგუმენტები და მოვისმენთ მართალი გუნდისას თქვენ პრეტენზიებზე. არგუმენტებთან დაკავშირებით ჯელობა, მაგრამ რატო არ ხსნით აქამდე გზას? ეს კანონი რად გინდა? ვიტყვი მაგაზე, ბატონო, რატო ნერვიულობთ? ვიტყვი მაგაზე. მე თქვენ გეუბნებით, პასუხს გეუბნებათ თქვენ. ძალიან ბევრ ქვეყანაში. გისმენთ ბატონო პავლე. გისმენთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ არის ანებართო სისტემა. ნებისმიერ შემთხვევაში რამდენი ადამიანს არ უნდა შეიგო, ჭირდება ნებართო. არანაირი ნებართო ჩვენი კონსტიტუციით და კანონმდებლობით არ არის დადგენილი და ამ ცვლილებებითაც არ გინდება. მაგრამ თუ ვიღაცას ორ ადამიანს გაუჩნდება სურვილი რომ ქუჩა გადაკეთოს, მათ ამის საშუალება არ ექნება, იმიტომ რომ ამ ორი ადამიანის გარდა არის ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელთაც აქვს აბსოლუტურად ბუნებრივი უფლება რომ და მოთხოვნა რომ გაიარონ იმ გამზირზე. ბატონო ლევანი ზანებს რომ დღესაც ესე იყო, უბრალოდ ვერ გავიგე, არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ კანონიერი არისო. არა ბატონო ლევანი, ასეთ კანონში, დიახ, ეს არის უკანონო რატო არ აღკვეთეთ აქ? ეს არის უკანონო და დღესაც ეს აქცია არის უკანონო. ის რომ ქუჩა არის გადაკეტილი, ეს ცილდება კანონის ფარგლებს. მაგრამ თავიდანვე გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს იყო პოლიტიკური ნება ხელისუფლების რომ არ მიგვეცა საშუალება ვიღაცისთვის პროვოკაციები მოეწყო. გახსოვთ თქვენ ეს განცხადებები და მიტინგიდან ისმოდა ეს რომ ხალხმა ცოტა ხანი უნდა გაუძლოთ და შემდეგ დაგვარბევენ, შემდეგ უფრო მეტი ხალხი გამოვა, შემდეგ კიდე ამ ხალხის ვიქტიმური ქცევა ჩემთვის გაუგებარია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება შეაფასებს ყველაფერ ამას, მათ ქცევა შეაფასებს საზოგადოება.
და ბატონ ლევანსაც მინდა მოუწოდო რომ არ გვინდა ბატონ ლევან ახლა თვალის დახუჭვა და რაღაც მოფერებით საუბარი როცა იცით ჩვენზე კარგად იცით შეიძლება რომ უკანონოა დღეს ქუჩის გადაკეთება უნდა თქვა უნდა გაბედოთ ამის თქმა და უნდა ვთქვათ ყველას რომ არ შეიძლება ამ გზით შენ მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები ეს არის მნიშვნელოვანი ეხლა რა შეიძლება კონიუნქტურას და მინდა თუ არა ეს ამ იმ კითხვაზე პოლიტიკური ნება ამ აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო რატომ არ რეაგირებდა ხელისუფლება თუ უკანონოა რატო არ ხსნით აქამდე მაგას ვსაუბრობ ბატონ ლევან და ხო უკანონო ხდება ეხლა რაზეც ვსაუბრობდი ესე იგი ჩვენი პოლიტიკური ნება მიუხედავად ამ კანონის მიღების არ შეიცვლება მე დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება და თვითონ ის ადამიანებიც რომლებიც დღეს იქ არიან მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას რომ გამზირი გაიხსნას თუმცა ბუნებრივია არ გაიხსნა და ამოქმედა ეს ამ კანონის მიღებასთან არანაირ კავშირში აი ამ გამზირის პრობლემა ნამდვილად არ არის ამის უფლება დღესაც აქვს პოლიციას სამართალდამცავ ორგანოებს მერიას პოლიტიკური ნება დღეს არის რომ ვიღაცას არ მივცეთ სათქმელად რომ აი ჩვენ დაგვარბიეს ხალხთან და ეხა ესეთი თურმე ტანჯულები არის გასაგებია მაგრამ მაშინ რატომ იჩქარა შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ მაშინ ამ კანონის მიღება იმიტომ იყო საუბარი სექტემბრამდე ჩქარობს თქვა მართალი გუნდი იმიტომ რომ შესაძლოა ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყოს და ემზადება ამისთვის ოპოზიცია არის საუბარი ჩვენი ოპოზიციის აქციების პროგნოზირება ძალიან რთულია ეხლა რას მოიმოქმედებენ სექტემბერში ან ოქტომბერში ჩემთვის გაუგებარი თუმცა მე ვფიქრობ რომ მაშინ როდესაც არის ყველანაირი შესაძლებლობა რომ ის რაც ბატონმა ლევანმა ბრძანა წინასწარ დავადგინოთ თამაშის წესები კიდე ერთხელ ხას უსვამთ ამ აქციებთან კანონის მიღება არანაირ კავშირში არ არის მაგრამ ჩვენ ვადგენთ წესებს იმისთვის რომ ყველა მიცოდეს რა შეიძლება რა მოხდება მაშინ როდესაც პოლიციის შენობაზე იქნება თავდასხმა რა მოხდება მაშინ როდესაც ქუჩების გადაკეტვა იქნება მაშინ როცა ამის არანაირი აუცილებლობა შეკრების და მანიფესტაციისთვის არ არის ეს თამაშის წესები ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ დღეს უნდა იყოს მიღებული კარგით ბატონო ლევან იქ იყო საუბარი მე მახსოვს ორ ფრაზაზე პატარა კომენტარს გავაკეთებ პირველი აქამდე ბატონ პოპალიკომ თქვა რომ შესაძლოა მართლაც და ქონდა ვინმე უფლება გზის გახსნის მაგრამ დღეიდან ექნება ვალდებულება ეს ცოტა სხვა ვალდებულება არა ეს რაღაც მინდა გითხრათ კიდე გავამთავროთ თუ შეიძლება ბატონო ეს რაღაც უბრალოდ აი მაგ ფრაზა რო არ გაგვექცეს ზუსტად მაგ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს ქალბატონმა ჭირა რომ გააკეთა შესწორება მესამე მოსმენის დროს და იქ არის რომ უფლება მოცილია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის რომ ანუ ეს მაშინ ეს მალაპარაკებთ ამ ხო რა ვიცი ეხლა თქვენ საუბრობთ ამაზე და იქნებ ახლა საბოლოო ტექსტი და მე მეორე მოსმენის ამაზე ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ეს არის მეორე მოსმენის საკითხი და ალბათ მეორე მოსმენის დროს უნდა გარკვეულიყო ეს საკითხი ბატონო ლევან ერთი კითხვა მინდა დაგისვათ შეიძლება მეც მინდა დავსვამ მხოლოდ თქვენ ორი ხდება ამით ეხლა ძალიან მარტივი მაგალითს გეტყვით შეიძლება 100 ადამიანი 100 თუნდაც 1000 ადამიანი რუსთაველის გადაკეტვისთვის მსგავსი პრობლემა არ არის ეხლა უყურეთ რა ხდება ეს შეზღუდვა 20 მეტრიანი შეზღუდვა ადრეც არსებობდა ამაზე პრობლემა არ არის მაგრამ ეხლა რა ხდება 20 მეტრის მანძილზე არ შეიძლება რომ დადგე შესასვლელიდან პარლამენტის შესასვლელიდან რომ გადათვალოთ 20 მეტრი გამოდის ქუჩა ქუჩაზე რომ დადგეს 100 ადამიანი მოვა თვითმმართველობის ადამიანი მეუბნება აქ მოდგახარდა გამოდის რომ მე აქციის შეზღუდვის უფლება პარლამენტის წინა არ მაქვს იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე მაქვს პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ასე ვთქვათ მოთხოვნები პენსიონერები იგივე არის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული იმიტომ რომ იქაც 20 მეტრი გადმოთვალე ქუჩა გამოდის უზენაეს სასამართლოში საერთოდ ადგილი არ არის იქ წინ იმიტომ რომ სულ ქუჩაა და სულ 20 მეტრია მთელი ის ქუჩა ანუ ბატონო პავლე ნიშნავს ეს რომ რაღაც ადმინისტრაციული შენობები ბლოკირება მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოების ამ საშუალებას ბუნებრივია არავის არ მიცემ არა საუბარი აქციის ჩატარება დღესდე მოქმედი რედაქცია ქუჩა იკეტება ქუჩა ბატონო ავხსნი უბრალოდ რასაც ყვებდა ჩემი სიტყვების სხვანაირ ტრანსკრიფცია თქვენგან განსხვავებით ინტერპრეტაციას არ ვაკეთებ პირდაპირ კანონს მოვიყვანე იმაზე პარლამენტთან დაკავშირებით ზემდე ეწერა რომ პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში დღეს ჩვენ ვწერთ რომ შესასვლელიდან 20 მეტრში რაც ნიშნავს იმას რომ წინ კი ბატონო ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის ის შესასვლელები რომელიც გამოიყენება პარლამენტის შენობაში შესასვლელად გვერდითან ჩიტაძეს ქუჩიდან მეორე ხუთიდან აქეთ და ზედამხრიდან ეს იქნება ბუნებრივია აქ 20 მეტრის რადიუსში იქნება შეზღუდული შეკრება ისე როგორც ეს არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში საფრანგეთშიც ინგლისშიც ყველგან ესეთ შეზღუდვა არსებობს ზოგან 50 მეტრია დადგენილი ზოგან 35 ზოგან 20 ჩვენთანაც იყო დადგენილი 20 ჩვენც შევინარჩუნეთ კი ბატონო პარლამენტის შენობის წინ
ისე თუ 100 ადამიანი შეგროვდა, რომელიც არ გადაკეტონ ქუჩა, დადგნენ იმ ფეხით სავალ ადგილზე, არანაირი პრობლემა ამის არ ექნება, არავინ მათ არ შეეხება ბუნებრივია, მაგრამ თუ 100 ადამიანი მოინდომებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი დატევა თავისუფლად შეიძლება პარლამენტის შენობის წინ, მაინც ქუჩა უნდა გადაკეტონ, აი ეს უკვე არის უსამართლო, ეს არის უკანონობა და ამაზე რეაგირება. მე მივმართოთ ქალბატონი ნინო, ყველას ვისაც სურვილი აქვს, თუნდაც სოციალური, თუნდაც 20-30 კაცი იყოს და რაღაცას აპირებს, ბატონი პალიკოს სიტყვები ამობეჭდონ, ხელი მოაწერინონ და როცა მივა პატრული და ეტყვის, რომ 20 მეტრის რადიუსში რატო დგახარო აქ ტროტუარზეო. მათ აჩვენებენ ბატონი პალიკოს სიტყვები, რომ ბატონი პალიკო ამბობს, რომ იდექით აქ არა არავინ ხელს არ გახლებთ. კარგი, იქ არის რამდენიმე მუხლი, რასაც ასევე მოყვა შენიშვნები და მე მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ ბატონო პალიკო. გამოდის ქუჩა ბატონო პალიკო. თვითმმართველობის ორგანოები მათ არ შეეხებიან. ეს არის პარლამენტის წინ 20 მეტრი. არის რამდენიმე მუხლი, რომელსაც ასევე ძალიან მწვავე კრიტიკა მოყვა ბატონო პავლე, ეს არის 90 დღემდე ადმინისტრაციული სასჯელის გაზრდა იყო იქ საუბარი ამ არალეტალური იარაღის გამოყენებაზე, ანუ პოლიციის შესახებ კანონში. კი ბატონო, თქვენი შენიშვნები რა არის? არაერთი ბატონო პალიკო იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც გაცილებით მეტი ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება. ანუ საზოგადოების ცნობილია შეტაკული მოსაზრებები, მაგრამ თქვენი უმცირესობის არგუმენტები რა არის ბატონო? პრობლემა ბატონო პალიკო რა არის ცით რომ თავისთავად 90 დღე შესაძლოა ბევრი არ იყოს. თავისთავად პოლიციის აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით ან ვალდებულებით პრობლემა არ იყოს, მაგრამ ჩვენთან პრობლემა არის თავისთავად პოლიცია და მე რამოდენიმეჯერ თქვი იმის გამო რომ ჩვენი პოლიცია არის პოლიტიზირებული. ძალიან მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მაგალითს მოიყვანს ახლა ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობები ძალიან ცოდნია ბატონო, თამთო აღარ არის ჩემი მაგალითის მოსმენა. ორი კვირა ვიცნობთ ამ ასე ვთქვათ კონკრეტულ მაგალითებს უკვე გათვითცნობიერებული ვართ უკვე ამ კონკრეტული კვირებით, თვეებით, მაგრამ არის თუ არა ზოგადად შეზღუდვა პროტესტის გამოხატვის უფლების. ქვეყანაში ხალბატონი ნინო, მე ამ ქვეყანაში რატოღაც არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა, რომ ლონდონში გამოსულიყოს პოლიცია, მიტინგი აღეკვეთოს, შეიძლება სამართლიანად, კანონიერად, უკანონოდ, მაგრამ მე ქუჩაში დაეწყოს სიარული და ეყვიროს გორდონ ან იგივე გაეკეთებინოს პარიზში და სარკოზი ეყვიროს. ჩვენ 7 ნოემბერს ვიხილეთ, 6 მაისს ვიხილეთ ეს ყველაფერი, კიდევ უარესი, მე არ მინახავს, რომ კამერონი არის ოპოზიციის ლიდერი კონსერვატორების და პოლიცია ლონდონის დადიოდეს და ყვიროდეს კამერონს რა და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ბადრის რა და ვიხილეთ ეს ყველაფერი. ძიმედ გახსოვთ ბატონო ლევან ნიკობა ეს საკითხი. გახსოვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პოლიტიზირებული პოლიციის ხელში ძალიან ნეგატიურად იქნება ეს ყველაფერი გამოყენებული. ამაზეა საუბარი. სისტემის წინააღმდეგ. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიცია იყოს სუსტი. პოლიცია იყოს სუსტი, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო იყოს სუსტი. ესეთი რაღაც ამ ქვეყანაში აღარ იქნება და აღარ უნდა იყოს. ჩვენ გვინდა რომ პოლიცია იყოს ძლიერი, პოლიციას ჰქონდეს ყველა აუცილებელი და საკმარისი საშუალება იმისთვის, რომ ნებისმიერი პოლიციაზე თავდასხმა მოიგერიოს. ეხლა ნორმალურ ქვეყანაში სად ხდება, რომელ ქვეყანაში ხდება, რომ რომელიმე მომღერალი მიდიოდეს პოლიციის შენობასთან იმ მოთხოვნით, რომ გაათავისუფლეთ ჩემი მეგობარი ბავშვები. მაგრამ მეორე მხრიდან სარკოზის და ეს მაგალითების პარალელურად მინდა თქვა. გამოყენებული იყო სასჯელის ფორმა, როგორც საერთო ეგეთი რომელ ქვეყანაში არის ესეთი რამ შესაძლებელი, რომ პოლიციელის მხრიდან პოლიციის შენობაზე თავდასხმის მოგერიების შემთხვევაში ოპოზიცია, თუნდაც საპარლამენტო ოპოზიცია, არასაპარლამენტო გამოდიოდეს და ამბობდეს, რომ პოლიცია არის დამნაშავე და ერთ სიტყვას არ ამბობდეს იმაზე, რომ დამნაშაულებრივია თავად ქმედება, როდესაც ადამიანებს მოუწოდებს პოლიციის შენობის აღებისკენ. და ეს ამ ადამიანებს ეს უნდა ახსოვდეთ. მე მახსოვს ბატონი ლევანის დაახლოებით 1 ასაკის გასაგებია ბატონო პავლე ახსოვს საზოგადოების ის ლიდერების თქვა რომლებიც გასისხლიანებული თავებით კადრებში თანდნენ და იყო საუბარი ძალის გადამეტებაზე ბატონო პავლე სიტუაციებს როდესაც აი ახლა როცა ჩვენ საუბრობდი მაგშემ ჩვენ ცალსახად თქვით რომ ის რაც ერთი მხრიდან იყო გამოყენებული თუ ვიღაცა მოუწოდა პოლიციის შენობას შეჭრისკენ ის იყო აბსოლუტურად უკანონო დაუშვებელი, მაგრამ მეორის კვირის განმავლობაში ვცდილობდით, რომ თქვენ ეს გეტყვათ. ორი კვირის განმავლობაში მოგიწოდებდით, რომ შეაფასეთ ეს ქმედება. ბატონო პალიკო, მე კომიკოს რატო გეუბნები, იცი რომ პირველი მოსმენით ამ კანონს რომ განვიხილავდით, მაშინ ჩვენ გაგვაგზავნეთ კახათ არგამაძესთან. ბატონი პეტრე ცისკარიშვილი კახათ არგამაძე გვეუბნებოდა. აი იგივე კომიკური სიტუაცია ხარ, რასაც გვეუბნებით, რასაც ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, იმაზე გვეუბნებით, რომ 3 კვირა რას მოგიწოდებთ. ბატონო აი ამ იარაღიდან FS 303-დან, რომელიც სხვა შორის არალეტალური არ არის და მოდი ვიკამათოთ, ჩვენ ვყავთ ცოცხალი ადამიანი მოწმე, რომელიც ერახში
ჩავიდა 2005 თვეებში ბატონი ნიკოლოზ ლალიაშვილი, რომელიც იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი. რა მნიშვნელობა? იქ იყო სამხედროებს სხვა შორის ეკავათ ეს იარაღი ხელში, სამხედროებს და ისინი ამ იარაღს უწოდებდნენ სემილეტალ, ანუ ნახევრად ლეტალურ იარაღს. რატო სემილეტალ? იცით? რომ 3 მეტრამდე ამის შიდა საუბრის დროს ამას ძალიან ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ბატონი ბალი, გავამთავრებ თუ შეიძლება. დაყოფა ზოგადად ხდება ლეტალურ და არალეტალურ იარაღად. არალეტალური იარაღი არის ის, რომელიც მისი წესისამებრ გამოყენების შემთხვევაში არ იწევს ბუნებრივად ძალიან კარგი ფრაზა ახსენეთ წესისამებრ გამოყენების შემთხვევაში. ანუ არალეტალური კითხვას დავსვამ უბრალოდ კი ბატონო. ექსმა ის იყო დარღვეული კანონი თუ არა? არა, არ ყოფილა დარღვეული. ხრიდან. რანაკლში უნდა იყო ყოფილი. აი, როდესაც ეს წვეები იყო გამოყენებული, დავთქვათ კანონი ეხლა. კანონში პირდაპირ იყო ჩაწერილი რა იგრძალება და ეწერა რომ აკრძალულია ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. FN 303, ხო? FN 303 არც ერთი საერთაშორისო ნორმით აკრძალული არ არის. მისი გამოყენება შეზღუდული არ არის. ის არ არის ლეტალური იარაღი, ანუ არ იწევს სასიკვდილო დაზიანებას. ეხლა ეხლა კანონში. ეხლა იზრდება იმისი რომ ჩვენ ოპონენტებს ეყოთ ფანტაზია, რომ აი ეს ყველაფერი წარმოედგინათ პირიქით და ჩვენ აი ამ კანონში თუ გადახედავთ, კანონის ფორმულირებას თვითონ ძალიან საინტერესო არის. ზუსტად არის მითითებული, რა შემთხვევაში იყენებს პოლიცია ამას. წერია რომ მოქალაქეებზე, პოლიციაზე, დაცულ ობიექტებზე, თავდასხმის მოსაგერიელებად, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის სასაქმეთად. ეს არის ის დანაშაული საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამწერი არის საზოგადოებრივი საშიში ქმედება დაკავებისას სამჯერში იზრუნების განმარტება ჩვენ ვერ ვნახეთ რაშია საზოგადოებრივი საშიში ქმედება კურდობად საშიში ქმედება რა დარღვევები არის ყველაფერი საშიშია და უტრებას თუ გავაკეთებთ ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი წავიდეთ კანონი ძალიან კარგი ფრაზა ახსენა ძალიან კარგი რაღაც აწერია დღეს კანონში კონკრეტულად არის მითითებული რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენება რომელიმე შემთხვევაზე თქვენ გაქვთ კითხვის ნიშნები მოქალაქეზე პოლიციელებზე პოლიციის შენობაზე დაცულ ობიექტებზე და არალეტალური იარაღის გამოყენება შეიძლება ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის არა მე მგონი თუ მე ვისაუბრებ მე გეტყვით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება იმიტომ რომ პოლიციაზე დავდასმა არ არის შემთხვევითი აქტი და ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც რომელზეც შეიძლება თვალი დავხუჭოთ და ვაცადოთ მოდით ერთი შენობა აიღონ შემდეგ მეორე და შემდეგ თურმე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე არალეტალური იარაღის გამოყენება ერთი არგუმენტი მინდა დავამატოთ გეტყვით ყველაფერზე პირველი ეს იარაღი კონვენციებით აკრძალული არ არის იმიტომ რომ ეს იარაღი არის ახალი ეს იარაღი პირველად ამერიკელებმა გამოიყენეს ერაყში და ამ იარაღის გამოყენებას სწორედ იმიტომ რომ ახლო მანძილიდან იწვევს ლეტალურ შედეგს სამი ადამიანი მსხვერპლად მოხდა ამ იარაღს ეს ნომერი პირველი შემდეგი არგუმენტი ესეთი განმარტება არ არის ბატონო ლევანდე ეხლა თუ მოვიგონეთ რაღაცას შეიძლება თქვენი ლოგიკით ხელკეტი იყოს ლეტალური იარაღი აი არა, ამიტომ გეუბნებით. შეიძლება რომ იყოს. ამაზე გეუბნებით, სხვა კი არა, ეხლა მეორეზე მივდივარ, რომ ერთი და იგივე იარაღი. ერთი და იგივე იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული. იგივე ეს შვეიცარიული წარმოების JL 06, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ ნავთსაც ისროდეს და ესე იგი არა, გასაგები. კარგით, მოდი ეხლა საბრძოლო ჭურვი არის ჩაწერილი ბატონო ლევან. ეს არ არის არალეტალური იარაღი. წესისამებრ გამოყენების შემთხვევაში ეს იარაღი იქნება არალეტალური. ეს წესი 2 წელი, როცა იყიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს იარაღი რატო არ არსებობდა ეს წესი არსებობდა თუ ეს წესი არ არსებობდა რა უფლებით იყენებდნენ წამალს ქალბატონი ნინო რომ დაგინიშნავთ ეკიბი იქ უწერია წამალს რომ თქვენ უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ თითოეულ ტაბლეტი ეხლა თქვენ ვადგეთ და ყველაფერი 10 ტაბლეტი ერთდროულად მიიღოთ ეს მინისტრის ძალებით არის ბატონო ლევან აი წამალს რო უწერია რომ ეს არა მე შეგარება მოიყვანეთ ეხლა ძალიან იგივეა ძალიან შემთხვევით ძალიან პოლიტიკური არგუმენტები მოვისმინე ბატონო მე ვიხენებ ჩემ წინააღმდეგ ჩემთან მაგრამ აქ ლაპარაკია როცა ზალის მქონე ადამიანი რომელიც მხარეც არის კანონი და ზალა მას უკავია ხელში იარაღი და სხვა ადამიანის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე იცით რაზე მიპასუხეთ ძალიან დეტალურად მაშინ ამის გამოყენება იყო უკანონო ეს უნდა აღიაროს პალიკოკულაშობა რომელიც არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე 6 მაისის იყო ამის აკრძალვა ამის გამოყენება აკრძალული შესაბამისად უკანონო ამის გამოყენება არ იყო რაც შეეხება გამოყენების წესს ბუნებრივია ამას ასწავლიან პოლიციელები
უსასრულოდ მოდიკამოთ ამაზე მართლობ თავის არგუმენტაციას თქვენ მაგრამ თქვენ ახლა გინდათ რომ ყველა რეცეპტის ინსტრუქცია მინისტრის ბრძანებით იყოს დამტკიცებული ან ყველა იარაღის ინსტრუქცია იქაც 60 წამლის გამოყენებისას ადამიანს უსწავლო ამიტომ არის რომ რეცეპტი უნდა მისცეს ექიმმა პაციენტს და აკაც ვინც ამას იყენებს უნდა იცოდეს თუ არ იცის არ უნდა გამოიყენოს არ შეიძლება იცის და სწორედ იმიტომ რომ იცის გამოიყენებს მას დანიშნულების შესაბამისად მაგრამ სად არის მიხარით ამის გამოყენების 2-3 წელი სად ის სწავლება ბატონოლებმა რომელიც უტარდება პოლიციელებს უტარდება სწორედ მაგ ინსტრუქციის მიხედვით თუ ეს გაინტერესებს სიამოვნებით გავეცნობით ჩვენი დრო იცოდება დასმა უნდა მოვასწრო უფრო პოლიტიკურ ნაწილში ასე ვთქვათ ბატონო პავლე ამ კანონის მიღებით რასაც ძალიან ბევრი შენიშვნა იყო უმცირესობის მხრიდან და კიდევ ვამბობ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც ხელისუფლებამ იყო ესეთ შეფასებაც რომ უჩვენა რომ არათუ დიალოგისთვის ემზადება ვთქვათ არამედ პირიქით ამწოვებს დაპირისპირებას როგორ ფიქრობთ რა რეაქცია მოყვება ვთქვათ ამ კანონის მიღებას ან შემდეგ ამის ამოქმედებას იმ ადამიანებში ვინც ოპოზიციის მხარდამჭერია ვთქვათ და ხვალდაზე შესაძლოა ისევ გარეთ მიტინგებზე ვეხილოთ მე ერთი რამ ვიცი რომ დიალოგი უნდა გავმიჯნოთ ყოველთვის დანაშაულისგან საზოგადოებრივი საქმედებისგან ბუნებრივია დიალოგი იქნება ყოველთვის მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თუ ვინმე პროტესტის გამოხატვის იქნება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ როცა ამის აუცილებლობა არ არის ორმა ადამიანმა ქუჩა გადაკეტოს სადაც უნდა ეს არ ნიშნავს რომ ორი ადამიანი გამოდიოდეს და მოუწოდებდეს ხალხს აბა წავიდეთ ეხა პოლიციის შენობას დავესხათ თავს და ჩვენი ბავშვები გავათავისუფლოთ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანები აცხადებდნენ რომ ჩვენ არ დავემორჩილებთ ამ კანონებს და აკეთებდნენ რაც უნდა და ამ სამი თვის შედეგია ასე ვთქვათ ამ კანონის შეცვლილება იმიტომ რომ სულ ეს არგუმენტები მოვყავთ რომ საკრემლით გადაიკეტა 6 მაისის თან მოყავთ კარგი მაგალითები აღიარებითი მაგალითები არ დაიწყონ კანონის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები განმარტავთ ძალიან ბევრ რამეს ამიტომ განმარტავთ ბატონო პავლე ძალიან ბევრი რამეა განმარტებული დღეს კანონში მათ შორის თუ შენ რამეს იმასთან დაკავშირებით რომ ლევან მოხაძემ და გიორგი თარგამაძემ თუ მოინდომეს ქუჩის გადაკეტვა ეს ორი ადამიანი ვერ გადაკეტავს ქუჩას მაგრამ თუ ეს აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ადამიანებისთვის კი ბატონო ქუჩის გადაკეტვა შეიძლება და ამის შეზღუდვა არ არსებობს მაგრამ თქვენ ადამიანს ამის უფლება არ გექნება უბრალოდ თუ გადაკეტილია ქუჩა ამისთვის კანონი არ უნდა მიიღო უნდა მიხვიდე დაელაპარაკო იმ ხალხს აუცილებლია ზუსტად იმ ადგილიდან საქართველოს უნდა დაელაპარაკო იმ ადამიანებს ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და არა იმ ადამიანებს რომლებიც ვინაწყობს ზღედან თავისთვის ყარაკ შვიდად ის ადამიანები რომლებიც დღეს არიღებენ საკნებს რუსთაველის გამზირიდან ემზადებიან იმის რომ იქნება ვინმე შეეხოს და ამის შემდეგ ტანჯულად მოგვაჩვენოს თავი ეს პოლიტიკური ნება იქნება უცვლელი ძალაში იძულებული იქნებით რომ ეს გააკეთოთ ამ კანონის და მიუხედავად პოლიტიკური ნება იმ აქციასთან დაკავშირებით იქნება უცვლელი შესაბამისად ამ კანონს ნუ დაუკავშირებთ ძალიან გთხოვთ და მე უბრალოდ მინდა ვივარაუდო და ვიმედოვნებ რომ ეს ადამიანები დროზე მოეგებიან გონს და მიხვდებიან რომ ესეთი ფორმა აქციის არანაირი კანონი დროზე მოეგებიან გონს აი კანონი მოქმედებს და მარტივი ფორმაა ასე ვთქვათ ადამიანებთან ურთიერთობის რო შენ თუ გინდა არ გამოწყინოთ ბატონო პავლე ძალიან არა თუ გინდა შენ რომ სამი თვე არიჯდე იმ გაუსაძლეს პირობებში ოღონდ არ შემადავალოთ იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანები არიან ამყოფი და მათი მონათხრობია ეს თუ შენ გინდა რომ გაუსაძლეს პირობებში იყო კანალიზაციის წყალი ხანდახან დალიო თუ წყალი მოგინდება თუ ვერ შეიკავე თავი იმდენად რომ წყალი გინდა ან ქუჩაში თუ არ გინდა აი ეს ტყვია თუნდაც 3 მეტრზე უფრო ახლოდან FN-303 მოხვდეს ან თუ არ გინდა და ამ შემდეგ და ამ შემდეგ მაშინ დაჭექი სახში ვინგიშლის და იყავს კარგი თქვენ საპატიმრო პირობებზე საუბრობთ მივხვდი თქვენ შენიშვნები ამ თემაზე მაგრამ ძალიან მოკლე რეპლიკა ბოლო კითხვა მინდა ბატონ ლევანსაც დაუსვათ ამიტომ მოკლე რეპლიკით პასუხი აი ეს ყველაფერი რაც ბატონმა ლევანმა ჩამოთვალა სინამდვილეში დღეს სხვაგვარად არ დაარღვიო კანონი და არც არაფერი არ იქნება შეიკრიბეთ მშვიდობიანად ინფორმებით რაც არის და თუ დარღვევა გინდა კანონის მაშინ უნდა იცოდე რომ შენ შეიძლება ის ზომები დაგიპირისპირდეს ის სანქცია იყოს შენ წინააღმდეგ რაც კანონით არის გათვლილი და ეს იქნება ყველა საკითხი გააჩნია კანონი რომელსაც იღებს თქვენი უმრავლესობა ესე დაამატეთ რა
არ დაარღვიო ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ, ის წესი, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ. ის წესი, რომელიც არის აბსოლუტურად ლოგიკური და რომელიც საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი. ბატონო, აუცილებლად მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. უმრავლესობამ, როდესაც თქვენ ესე გააქტიურდით, თქვათ, განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სპეკულირებს, პოპულიზმს ეწევა, იყო საუბარი, რომ თქვენ თავად არ მონაწილეობდით ამ აქციებში და უცებ გააქტიურდით და თქვათ, ძალიან კრიტიკული გახდით ამ საკითხის მიმართ. ანუ ხომ არ არის ეს მცდელობა, თქვათ, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დაახლოების, რომელთანაც ასევე დაპირისპირებული იყავით, მართლა თქვათ, იმისათვის, რომ უფრო გააქტიურდეთ აი ამ აქციების ფონზე, პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს, უკვე თქვათ, კანონის დეტალებიდან რო გადავიდეთ. დღეს კიდე გაგრძელდა ეს ნუსხა, შეფასებების უმრავლესობის ლიდერმა დღეს დემაგოგიიც კი მიწოდა ეთერში. ანუ მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმრავლესობას, რომელიც ძალიან აკადემიურად იქცევოდა 2-3 თვე, ასე ტერმინებს არ ხმარობდა, აი როცა არგუმენტებზე მიდის საუბარი, არგუმენტების ნაკლებობა აქვს და გადადიან სიტყვა სპეკულირებს, პოპულისტობს, დემაგოგობს და ამავდროულად სხვა არგუმენტები. ხო, მხოლოდ ამ კანონმა გამოიწვია თქვენი გააქტიურება, თქვათ, მანამდე თანამშრომლობდი და ესეთი ხმაურიანი პროტესტი არ მოხდა. ეხლა მე ესეთი კანონები რამდენი ხანი არგუმენტი მაინც ერთი აინდოტი მახსენდება თქვენზე, რომ ეს მაყურებელმა განსაჯოს. 6 წლის გახდა კახელი ბავშვი და მუნჯირო ეგონა და ხაშლამა რო შეჭამა და მარილი აკლიაო და ვაიმე აქამდე რატო ლაპარაკობდი აქამდე ხაშლამას მარილი არ კლდაო. ესეთი კანონი ამ პარლამენტში მე რაც ვარ, ყოველ შემთხვევაში არ მოსულა და არ შემოსულა. აი ესე. რა იზღუდება რა? ერთი არგუმენტი თქვით. არასწორია რომ ორ ადამიანს უნდა დავასრულო და ძალიან მოგწოდება. სამი თვე იმ საბინდირობებში გაჩერდით 3 თვე. როდესაც გავუცადოთ FN 303 ჯერ. როდესაც კანონს და პოლიციას მიუვარდები აუცილებლად უნდა გამოვცადოთ. კარგი. ვინც მე იმას კი არ გეუბნებით, ვინც მიუვარდა და ეჯაჯგურებოდა, იმათ კი არ მოხვედრიათ. ვინც გვერდზე იდგა და აჩერებდა ამ ხალხს, იმათ მოხდა. ეს პოლიტიკური დაკვეთა, ბატონო. კარგი. დიდი მადლობა, უნდა დავასრულო. ბოლო კითხვა, ბატონო პავლე, როდიდან ამოქმედება ეს კანონი? უნდა დავასრულო. ჩვენი დროიჭრება. ესე იგი, ძალიან მარტივ რამეს ვითხოვდით. ხო არ არის პოლიტიკური კონიუნქტურა. მოდი ვენეციის კომისიას დაველოდოთ და მე ამოქმედდეს, დაუშვათ ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. თქვენი გულწრფელობა დაგვანახეთ, რომ არ არის კონიუნქტურაზე მიმული. ვერ დაგვანახეს. აუცილებლად ეხლავე უნდა შეშობაზე. როდიდან ამოქმედება ეს კანონი? ბატონო პავლე, ძალიან მოკლედ. ძალაში როდიდან შედის? პირველი რაც მინდა თქვა, მე არ მართლა ვერ მოვისმენ დღეს ვერც ერთი არგუმენტი, რატო არის ეს კანონი ეს ფაშისტური. მეორე, ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მინდა თქვა, რომ გამოქვეყნებდა მე-15 დღეს შევა ძალაში. და მესამე რაც ვენეციის კომისიას შეეხება, მინდა თქვა, რომ ბატონ ლევანს რაღაც არ მახსოვს, რომ სხვა დროს ესე დაბიჯითებით მოეთხოვოს ვენეციის კომისიის დასმა. მაგრამ სხვა დროს ვენეციის კომისიაში აუცილებლად გაიგზავნება შეკრებების მანიფესტაციების კანონი თლიანად და ის დასმა რაც იქნება ჩამოსული, რაც იქნება შენიშვნებით, ჩვენ შევეცდებით, რომ აუცილებლად გავისწრებთ. ევროპელმა თქვენმა პარტნიორებმა როდიდან შევა ძალაში, უბრალოდ ძალიან მოკლედ. როდიდან შევა ეს ცვლილებები, რომელიც უკვე დააკისეთ. მესამე მოსმენი ძალაში, ბატონ ლევან მორჩა, როდიდან შედის ძალაში ეს კანონი? გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს სავარაუდოდ გამოქვეყნება ალბათ უახლოესი 2 კვირის ვადაში და შემდეგ მე-15 დღეს. ანუ ამ ზაფხულში ფაქტობრივად. ხო, ნუ იცოდეს ყველამ, რომ აგვისტოში უარესხვებამდე აქვთ ვადა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის. ძალიან დიდი მადლობა. კანონი იქნება დაცული მართლა ამ ქვეყანაში. თქვენს მიერ დაწესებული წესები იქნება დაცული. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა იქნება კამათი ვინ დაასრულებს, ამიტომ აღარ აქვს აზრი, მოდით გაგრძელებაში, დრო ამოიწურა, მე დავასრულებ. დიდი მადლობა პავლე კუბლაშვილი, მართველი გუნდიდან და უმცირესობიდან ლევან მეფხვაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ახლა რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე ზურაბ აბაშიძე, ახალი პარტიის გენერალური მდივანი შემოგვიერთდება სტუდიაში. დიდი მადლობა ბატონო. ახალი ოპოზიციური პარტია ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოდის. მორიგი პრეზენტაცია მარიოჩი და ალიანსის ლიდერის პარტიული გეგმები. ვაპირებთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლოთ, არ ვეძებთ მტრებს არც ერთ პოლიტიკურ ძალაში, მათ შორის არც ხელისუფლებაში. რეალური ცვლილებებისთვის საჭიროა თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის რაც არ უნდა მისავე მიუღებელი იყოს ხელისუფლებასთან. დიახ, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ოღონდ რეალურად ვითანამშრომლებთ და არა საუბრეთ. დინგაერთიან და ყოფილი დიპლომატების გუნდში ძველი თუ ახალი სახეები ალასანიას ირგვლივ. სახე ახალია თუ ძველი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ოპონენტები ვიქნებით სახელმწიფო პარტიის. როგორი იქნება ახალი პარტიის სტრატეგია და რისთვის ემზადებიან ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრები? მზადავართ მივიღოთ მონაწილეობა ყველა არჩევნებში. ერთიანი პოზიცია ბუნებრივი ამ საკითხზე ვერ იქნება. პარტიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, პარტიის შექმნაზე გავაკეთებ კომენტარს, რომ ეს არის მისასალმებელი. როგორ გაგრძელდება ურთიერთობა პოლიტიკურ პარტნიორებთან და რა ადგილს დაიკავებს ახალი პარტია ოპოზიციურ მოძრაობაში? ირაკლი ალასანიას გუნდის სახელით ახალი პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე დღეს პოზიციაში. პოლიტიკური ზაფხული თბილისში და ცხელი დღეები ბათუმში. ქეთი მელუას სოლო კონცერტით გახსნილი სეზონი.
ნინო რამიშვილის საიუბილეო წელი სუხიშვილების კონცერტი აჭარაში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი წარმატება გვაქვს ყოველთვის ბათუმში. და ჯაზის ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე. ცხელი სეზონი და ხელოვნებაში ასახული პოლიტიკური ზაფხული. ხელოვანი ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის არსებულ მდგომარეობას და ცდილობს თავის ხელოვნებაში რამენერად ეს ამოხსნას. ამოხსნა თუ გახსნა მხატვრების შემდეგ ფოტოხელოვანების პოლიტიკური ექსპოზიცია. გახსენი რკინის ფარდა, რა კავშირი აქვს ბერლინის კედელს საქართველოსთან. ეს კედელი ყოფდა გერმანიას და მთლიანად ევროპას. მოხარული ვიქნებით თუ ქართული ხალხი იგივე სიხარულს განიცდის, რაც გერმანელმა ხალხმა 20 წლის წინ განიცადა. გამოფენა თბილისში და კონცერტები ბათუმში. ივლისის დატვირთული კვირა დღეს პოზიციაში. მაშასე რეკლამის შემდეგ ჩვენ გვაპირდაპირ ეთერში ვართ და ახლა წარმოგიდგენთ ჩემს შემდეგ სტუმარს ახალი პარტიის ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე. საღამომშვიდობისა ბატონ ზურაბ. მიხარია რომ ჯანმრთელად გხედავთ 15 ივნისის ინციდენტის შემდეგ და დაუბრუნდით ასე ვთქვათ საქმიანობას, თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას. ვიდრე ახალ პარტიაზე და ვთქვათ რაღაც თემებზე გადავიდოდეთ, ჩვენი წინა ნაწილი საუბარი იყო, დებატები მიმდინარეობდა იმ კანონზე, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც მოყვა ასე ვთქვათ ერთგვარი შენიშვნები და პრეტენზიები. თუ შეიძლება თქვენი მოკლე შეფასება და თქვენი შენიშვნა ამ თემაზე და კომენტარი და შემდეგ გადავიდეთ თქვენ პარტიის გეგმებზე. საკმაოდ დიდი ხანი საუბრეს აქ ჩვენ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ითქვას, რომ ამ კანონის მიღებით მე ვფიქრობ, რომ კონსოლიდაციას ეს არ შეუწყობს ხელს პირველ რიგში ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რომ უფრო მეტად დაშორდეს საზოგადოებას და პრაქტიკულად ეს ყოველდღიურად ჩანს ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო მეტად ახდენს რადიკალიზაციას. და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მე ვთვლი პირადად, რომ ყველაზე რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება ეს ხელისუფლება შეიძლება ისე ითქვას. მაგრამ შეიძლება თუ არა ოპოზიცია დაიცვას ეს კანონი ბატონ ზურაბ. ოპოზიცია ჩვენ არ აგვაქვს არა, რა თქმა უნდა, თუმცა კანონი ამოქმედება, ბუნებრივია ჩვენ ვეცდებით რომ ეს კანონი არ დავარღვიოთ თავისთავად, იმიტომ რომ კანონმორჩილი ადამიანები ვარ და ჩვენი სწორედ პლატფორმა პარტიული სწორედ ამაზე აგებული, მაგრამ თავარი უნდა აღინიშნოს რეალურად ეს კანონი სამართლიანია თუ არა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ჩვენ დავინახეთ, რომ 6 მაისის არალეგალური იარაღი გამოყენებული იქნა და პრაქტიკულად თავში ესროლეს ადამიანებს ჩვენ ოპოზიციიდან და პრაქტიკულად ეს მოხდა აბსოლუტურად უკანონო და დღეს უკვე აკანონებენ ამ იარაღს. ეს არის პრინციპულად განსასაზღვრელი, რატო იყო გამოყენებული ეს იარაღი, თუ შესაძლებლობა იყო ამის გამოყენების და არსებობდა კანონში ესეთი ჩანაწერი, მაშინ რატო არ ვიცით, თუ დღეს იღებენ, მაშინ რატო არ იყო მაშინ, რატო გამოიყენეს. ეს ყველაფერი პრინციპულად გასარკვევია და მთავარია რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ 9 აპრილიდან დაწყებული 26 მაისი ის დღეები, როდესაც ადამიანები გამოვიდნენ თავისი პროტესტი გამოხატეს. იმ ადამიანებთან უნდა სერიოზული დიალოგი უნდა გამართოს ხელისუფლებამ და არა ასეთი კანონებით ელაპარაკოს. ეს მეტ რადიკალიზაციას მოახდენს პირადად ხელისუფლების. აი თქვენმა ლიდერმა სწორედ ამ დიალოგზე მინდა კითხოთ ბატონ ზურაბ, პირდაპირ განაცხადა რომ აპირებს თანამშრომლობას ხელისუფლებასთანაც. ეს ხაზგასმით ითქვა ამ პარტიის პრეზენტაციაზე. როგორ აპირებთ ამას, რატომ გეკითხებით? იცით, იყო აქამდე შემოთავაზებები, ვთქვათ, საარჩევნო კოდექსზე დაიწყო მუშაობა, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, თქვენ ჯერ აქამდე ვთქვათ, ამ მუშაობაში არ ჩართულ ხართ. რა მეთოდებით ან რა ფორმით აპირებთ რომ ეს ურთიერთობა დაიწყოთ ხელისუფლებასთან? პირველივე დღეებიდან გახსოვთ, რომ როდესაც 9 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტს შეუერთდით პარტიებისას, პირველი დღიდან განაცხადეთ, რომ ჩვენ მზათა ვართ გაიმართოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. და დღესაც მზათა ვართ ეს მოლაპარაკებები, მიუხედავად იმ ძალადობისა, რომელიც ჩემს მიმართ იყო პრაქტიკულად გამოყენებული და შეიძლება ითქვას, რომ სასიკვდილოდ გამიმეტეს, ნამდვილად დღესაც მინდა თქვენი ეთერის საშუალებით განვაცხადო, რომ მოლაპარაკებებს და დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნევინა. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა და არავის არ უნდა აქ რაღაც არეულობები. ხო, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, თქვა ბატონ ზურაბ, ასე საუბრობს ხელისუფლებაც და ოპოზიციის ეს ნაწილიც, რომელიც თანახმად დიალოგზე. ჩვენ მზათა ვართ რეალურად ის შემოთავაზებები, რომელიც იყო
კონკრეტულად იმ საკონსულტაციო კომისიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დღესაც ვამბობთ და იმ პერიოდს არაადეკვატური იყო, მაგრამ ჩვენ მოსაზრებებს აუცილებლად გავაცნობთ რულ საზოგადოებას, ასე ვიცით რომ კომისიაში შესაძლოა შეხვიდეთ. არა, შესაძლებლობა შესვლასთან დაკავშირებით არ განვიხილავთ, მაგრამ შესაძლოა ჩვენი შესაძლოა კი არა, რეალურად ჩვენ მზათავართ რომ ჩვენი მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გადაუგზავნოთ და მათაც იმჟამად ჩვენ ფართო სპექტრს ვაპირებთ საზოგადოების განვაცნოთ ის ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, როგორც ალტერნატიულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იცით რომ შექმნილია, რომელიც მუშაობს კონსტიტუციის პროექტზე, ასევე სახელმწიფოს კომისიასთან. მაგრამ პრაქტიკულად თანამშრომლობა რეალურად ხედავთ, რომ ძალიან რთულია დღეს ხელისუფლებასთან, ვინაიდან დავინახეთ კონკრეტულად ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები ყველაზე კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად შეიძლება დააქმულიყო, ის მათ დატოვეს რეალურად პარლამენტის დარბაზი და მიატოვეს, იმიტომ რომ ხედავენ ამ ხელისუფლებასთან რეალურად არანაირი საუბარი დღეს ძალიან სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ მომავალში მიუხედავად ამისა, მიუხედავად ყველა იმ სიზნელეებისა, ჩვენ ყოველდღიურად ვამბობთ და ვიძახით, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები კონკრეტულად როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ჩვენი მომავალი, როგორ უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო სივრცე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს მედიის თავისუფლება და უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მზათავართ სასაუბროდ. კარგით, ბატონო ზურაბ, ალიანსზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ, ანუ შეიქმნა თქვენი ახალი პარტია უკვე სამი პოლიტიკური ძალაა, ვთქვათ ესე, უკვე პარტიის სახით გაერთიანებული ამ ალიანსში, თუ იგეგმება გაფართოება ამ ალიანსის და შესაძლოა ეს იყოს ეროვნული ფორუმი, რაზეც იყოს საუბარი, თუ პირიქით გამოითქვა ისეთი მოსაზრებებიც, იგივე ლეიბორისტები ამბობდნენ ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ალასანი არ დააპირებს რესპუბლიკელებთან და მემარჯვენელებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას. ხელისუფლებამ ამას დასვა შეკითხვა, რამდენად გაემიჯნება ალასანია, ვთქვათ, კახათ არგამაძესთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ პარტნიორებს, ანუ რა გეგმები აქვს თვითონ ალიანსს, ასე ვთქვათ. თამაში შემადგენელ პარტიებს. ჩვენ იცით რომ როდესაც 16 თებერვალს ირაკლი ალასანიამ მოახდინა თავისი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაცია, ამის შემდეგ მოხდა ჩვენი გაერთიანება ალიანსთან, ალიანსის ორ წევრთან, პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ალიანსი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა პარტია. ამ გადაწყვეტილებასთან მოსდევდა ის პირობები, რომ დავინახეთ, რომ ბევრი ადამიანს, რომელსაც სურდა უშუალოდ ჩვენთან ყოფილიყვნენ დაკავშირებული, ჩვენ პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში ალასანიას პოლიტიკურ გუნდთან და მის თანამებრძოლებთან. მაგრამ მე შეიცვალა ბევრი რამ, ხო იგივე შეიქმნა პარტია და რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ალიანსის ხო, შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც სასახად განაცხადეთ, რომ ეს იყო კერძო შეხვედრა, ამ ალიანსთან არანაირი კავშირი. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურად ჩვენ ერთობას არ ვარღვევთ, პირიქით შემდგომ თანამშრომლობას პირიქით უფრო გაღრმავებისკენ მივისწრაფით. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მომავალში ალიანსი გაფართოვდეს თუ ამის სურვილი ექნება სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაზე, იმ დღის წესრიგზე, როგორ შევიმუშავოთ ჩვენ და რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა ვადანდილ არჩევნებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მინდა რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. თუმცა ბატონო უნდა შეგაწყვეტინოთ უკაცრავად აი არჩევნები რადგან ახსენეთ, თქვენ ამბობთ რომ ამ მოთხოვნას უერთდებით, ეს გასაგებია, მაგრამ თქვენმა ლიდერმა სწორედ ამ სტუდიაში თქვა რომ მისი პარტია და არ ვიცი ეს ალიანსის პირობებში თუ არა, ამაზე თქვენ მიპასუხეთ ეს საერთო არა საერთო პოზიცია, მზად არის მიიღოს მონაწილეობა ვთქვათ ნებისმიერ არჩევნებში და აქ დავაკონკრეტებთ ჩვენი კითხვაც ვთქვათ და მივიღეთ პასუხი რომ იგივე ადგილობრივ არჩევნებში. ეს არის საერთო პოზიცია ალიანსის თქვენი პარტიის. როდესაც განაცხადა ირაკლი ალასანი ამისთან დაკავშირებით, აქ გულისხმობდა ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. საუბარი რომ შესაძლოა გადაწყობზე ვადამდელ ჩატარდეს ეს არჩევნები. ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში, ჩვენ ვზათვათ ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომ მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ აღვნიშნეთ რა ჩვენ რეალურად აღვნიშნეთ ის თუ რა პირობებით რა როდის მივიღებთ მონაწილეობა, როდესაც რეალურად შეიცვლება ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან და როდესაც მოხდება რეალურად ამ რეპრესიული მანქანის პოლიციის დისტანცირება კოდექსის განხილვაში. არა, სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ მზათავართ ხელისუფლებასთან დავждდეთ და თემატურ საკითხებზე მოვილაპარაკოთ, ვისაუბროთ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს კანონმდებლობა. ანუ ამაზე და ხელისუფლება, იმიტომ რომ მიმდინარეობს მუშაობა, ამ თქვა საარჩევნო კოდექსის. ჩვენ მოსაზრებებს იცით, რომ დამუშავებული ყავს ყველაფერს გადავცემთ ხელისუფლებას და მე გვაჩნია, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ თვლით, რომ აუცილებელია უნდა გათვალისწინებული იქნება თუ არა, შემდგომში დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებები, ის პრინციპული დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს საარჩევნო გარემო და ის აუცილებელი პირობები, რომ პოლიცია უნდა დისტანცირებული იყოს ამ პროცესზე, ეს მე მგონი ყველას კარგად ესმის და ეს საზოგადოებას
სწორედ ამიტომ გამოდიოდა ქუჩაში და დღემდე იმიტომაც დგას, მაგრამ კარგი და მე და ისე შეკითხო უბრალოდ არ გაგიცეთ პასუხი შესაძლებლობის კანდიდატი თქვა ცნობილი რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ალიანსის არის ირაკლი ალასანია. დღესდღეობით არანაირად ჩამოყალიბებული არ არის, რა თქმა უნდა, ამას საუბარი არის, რომ ჩვენ არ ვიცით არის თუ არა დანიშნული მერის არჩევნები, რა ფორმით იქნება დანიშნული, იქნება თუ მონაწილეობას და თუ დაინიშნა მე ამას გულისხმობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მივიღებთ ყველა არჩევნებში მონაწილეობას, ნებისმიერ დონეზე მზათა ვართ მივიღოთ მონაწილეობა, გავაჯიბროთ ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ კიდევაც, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელი კიდევ ერთხელ ის იგივე თბილისის მასშტაბით, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გზით. და არანაირი გადატრიალება და რევოლუციების გზით, იმიტომ რომ ქვეყანა სიკეთეს არ მოუწევს. ამაზე არაერთხელ გაგვიცხადებია და დღესაც ზათავართ ამაზე პროსიღრმისეულად ვისაუბროთ რატომ არის. კარგი, და ირაკლი ალასანი ერთ-ერთ ინტერვიუში წერს, რომ მხოლოდ აქციებით ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ, ამიტომ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ძალისხმევა პოლიტიკურ ჭრილში. რა რესურსებს ფლობს ამისთვის ოპოზიცია? ამას იცით რა კუთხით გეკითხებით, რომ იგივე აი დღეს, როდესაც საუბარი იყო ბაიდენის ვიზიტის დროს აქციების გამართვაზე, თქვენ ღიად თქვით, რომ არ მიიღებთ ამ აქციებში მონაწილეობას. იყო ასევე რამდენიმე ასეთი აქცია სადაც გაემიჯნა ალასანიას გუნდი და ალიანსი, იმიტომ რომ იქაც ალიანსიც იყო ასთა სხვადასხვაობა. რა რესურსი აქვს ოპოზიციას პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს ეს ყველაფერი? ჩვენ რომ განვაცხადოთ იგივე ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენი პოლიტიკური ძალა არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ აქციაში და იყო რაღაც მომენტები, როდესაც ჩვენ დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ვერ შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე, ეს იყო ტაქტიკური საკითხები, მაგრამ ჩვენ ამითი არ ვემიჯნებით ამ პროცესს და არ ვამბობთ, რომ არც მათ უნდა ჩაატარონ ესეთი აქცია. ყველას აქვს უფლება ჩაატაროს აქცია, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა, ვისაც თქვენმა პარტიამ განაცხადეთ, რომ არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო პრინციპულია იგივე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს შევხვდეთ, პირადად გავაცნოთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მას უშუალოდ უთხრათ, რომ რა არის შესაძლებელი და რა არის აუცილებელი ამ ქვეყნის მომავალისთვის. დაგეგმილია ესეთი შეხვედრა? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის აპირებს შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ჩვენ პარტიის ლიდერს ექნება ამის შესაძლებლობა, მე მგონი, რომ შეხვდეს მას და უშუალოდ გააცნოს ის პრობლემები, რომელიც დაგროვილია ამ ქვეყანაში და შემდგომი აქციები ჩვენ მე მგონი ვერ დავანახებთ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ 9 აპრილმა და 26 მაისმა რეალურად თეთრმა სახლმა და სხვა დედაქალაქებში ევროპის ყველგან დაინახეს ამ ქვეყანაში არსებული პროტესტის რეალობა და აი ამაზე მინდა გითხოთ, ეს პირველი არ არის, როდესაც თქვა თქვენი გუნდი არ იწონებს, უბრალოდ ან არ ეთანხმება, რომ თქვა რაღაც განხეთქილებას არ გულისხმობ ამაზე, ასეთ სხვადასხვა რაზეც თქვენ საუბრობდით კონკრეტულ ნაბიჯს, თქვა სხვა პარტიების და თქვენ რაღაც თქვენი სტრატეგიით მიემართებით, თუმცა ამ დროს ხელისუფლება ძალიან ხშირად ხელისუფლებას მოყავს ის არგუმენტი, რომ თქვენ ცდილობთ, რომ ღია განცხადებები აკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოეწონოთ თავი და რეალურად გახართ იმ ადამიანების გვერდით, თქვა და იმათ სტრატეგიას იწონებთ, ვინც საერთო მოთხოვნის ირგვლივ ხართ, თქვა გაერთიანებული. რა არგუმენტით უპასუხებდით? ანუ არის გათვლა თქვენი გუნდის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებაზე? არა მარტო საერთაშორისო საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ მარტო ქუჩის აქციებით არ მოხდა ის ცვლილებები, რომლის იმედითაც გამოდიოდა ეს ხალხი ქუჩაში. რეალურად ვერ დაინახეს ცვლილება იმის დროისთვისაც გამოდიოდა. ამიტომ ჩვენ რაღაცა ფუჭი დანაპირებები ნამდვილად არ გვინდა მისცეთ ჩვენ მოქალაქეებს და ვფიქრობთ, რომ უფრო რეალური ქმედითი ნაბიჯებით პოლიტიკური გზით მივახციოთ იმ შედეგს არჩევნების გზით, რომელსაც ვითხოვთ და აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რომლებიც იდგა 9 აპრილიდან დაწყებული დღემდე, რომ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მე ვფიქრობ, ამაში არანაირი უკანონობა არ არსებობს, როდესაც ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისის ქვეშ იმყოფება, რომ ეს მოთხოვნები ბუნებრივია ჩვენში ისე ვიდგება დღის წესრიგში, მაგრამ უბრალოდ ტაქტიკურად, თემატურად ჩვენ შევსვლის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი იმოქმედებს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ის საჭირო იქნება ქუჩის აქციებში, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არა პერმანენტულში, არა იმ სახით, როგორც არსებობს. გასაგებია და საერთოდ როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო ეს გადაჯგუფებები ოპოზიციებში და რას მისცემს ეს ოპოზიციას? იცით რატო გეკითხებით, რომ სულ იყო ერთიანობაზე, საერთოდ იყო საუბარი ერთიან ლიდერზე და ეს ერთ ნაწილი ამას შეცდომადაც მიიჩნევდა, რომ არ იყო ერთიანი ლიდერი ამ სამთვის განმავლობაში. ანუ რეალური შედეგი მაინც ვერ დადა ოპოზიციამ და შესაბამისად ეხლა რას მისცემს ეს გადაჯგუფებები, ესეთი ანალიზი თუ შეიძლება თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ერთი რაღაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა პროცესი უნდა ბუნებრივად თანსდებდეს ის დამახასიათებელ თვისება, არ გამოიკვეთა რეალურად ის ლიდერი, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა არსებულ ოპოზიციურ ძალებს, ვფიქრობ და ეს აბსოლუტურად და ერთიანი ლიდერი რა
მას ვთვლი ეს მეორე ხარისხოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნორმალურად განვითარდა ის მოვლენები, რომელიც განვითარდა ქვეყანაში. ჩვენი ყოფნა ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო 9 აპრილიდან დაწყებული დღემდე, ვინაიდან პროცესები იმართებოდა მეტნაკლებად მშვიდობიანად, აბსოლუტურად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა უფრო მეტი რადიკალიზაცია მოახდინა ამ პროცესების, მაგრამ პრაქტიკულად მიუხედავად ბევრი დაზიანებული ადამიანებისა დაჭერებისა, დღეს მაინც ვფიქრობ, რომ მშვიდობიანად ჩაიარა ამ საპროტესტო აქციებმა, ამ 3 თვის განმავლობაში და უფრო დიდი ხანია გრძელდება. მაგრამ ეს ბუნებრივად არ გამოიკვეთა ეს ლიდერი, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, არ აკმაყოფილებდა თქვენ ყველა ძალას, ანუ თქვენი ლიდერი არ აკმაყოფილებდა თქვენ ყველა ძალის მოთხოვნებს ოპოზიციური ძალების. ჩვენი ლიდერი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, არის ალიანსის ლიდერი და შემდგომში თუ სხვა პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, რომ შემოერთდნენ ალიანსს და გაფართოვდეს, ბუნებრივია ალიანსს ყავს ლიდერი და ამის ქვეშ უნდა მოეცნებინა. კარგი და ბოლო კითხვა და მოკლე პოლიტიკური ცხოვრება გვაჩვენებს რეალურად. ეხლა სწორედ ამ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებაზე მინდა კითხოთ, იღებთ თუ არა სასაფხულო ტაიმაუტს ერთგვარად ვთქვათ და როდის და როგორ აპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, იმიტომ იყო საუბარი რომ ზაფხულში შესაძლოა ვთქვათ იყოს ერთგვარი ტაიმაუტს არ ვიწყებთ, ჩვენ ვიწყებთ ფართო მასშტაბიანი ბრძოლის გაშლას საქართველოს მასშტაბით, ვიწყებთ პარტიის ფარგლებში, ალიანსის ფარგლებში თავისთავად ვაპირებთ რეგიონალურ რაიონულ სტრუქტურების ჩამოყალიბებას, ჩვენი რესურსის შევსებას, ადამიანების თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებული გზით ვივლით, ვინაიდან ბევრი მომხრეები არიან ჩვენს გარშემო, ბევრი ადამიანი სურს ჩვენ პარტიაში გაწევრიანება, არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რაიონებში და რეგიონებში, ასე რომ ჩვენ სამუშაოს გავაგრძელებთ და მე მგონი ხალხი დაინახავს ჩვენ საქმეებს და კონკრეტულად ჩვენ თემაზე როგორ ვიმოქმედებ და ვიბრძოლებ და აქ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ძირითადი ფასეულობრივი პრინციპები, საპროგრამო მიმართულებები და თქვენს მოგცემ საშუალებას რომ გაეცნოთ და აქ არის მედიის თავისუფლების საკითხებზე საუბარი და ალბათ საინტერესო იქნება თქვენს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების ფედერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გემშვიდობებით და რამდენიმე წუთში უკვე გახსენი რკინის ფარდა გამოფენა, რომელიც პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და შემდეგ უკვე ჯაზ ფესტივალი და სუხიშვილების კონცერტი და ცხელი სეზონი აჭარაში. პოლიტიკური ზაფხული თბილისში და ცხელი დღეები ბათუმში. ქეთი მელუას სოლო კონცერტით გახსნილი სეზონი. ნინო რამიშვილის საიუბილეო წელი სუხიშვილების კონცერტი აჭარაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი წარმატება გვაქვს ყოველთვის ბათუმში. და ჯაზის ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე. ცხელი სეზონი და ხელოვნებაში ასახული პოლიტიკური ზაფხული. ხელოვანი ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის არსებულ მდგომარეობას და ცდილობს თავის ხელოვნებაში რამენერად ეს ამოხსნას. ამოხსნა თუ გახსნა მხატვრების შემდეგ ფოტოხელოვანების პოლიტიკური ექსპოზიცია. გახსენი რკინის ფარდა, რა კავშირი აქვს ბერლინის კედელს საქართველოსთან. ეს კედელი ყოფდა გერმანიას და მთლიანად ევროპას. მოხარული ვიქნებით თუ ქართული ხალხი იგივე სიხარულს განიცდის, რაც გერმანელმა ხალხმა 20 წლის წინ განიცადა. გამოფენა თბილისში და კონცერტები ბათუმში. ივლისის დატვირთული კვირა დღეს პოზიციაში. ჩვენ კლავ ეთერში ვართ, თბილისში წინმისვიანი პოლიტიკურად ცხელი დღეებია, ორშაბათს დებატები პარლამენტში და ოთხშაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და ამ ფონზე დედაქალაქში დაგეგმილია ფოტოხელოვანების გამოფენა პოლიტიკური დატვირთვით. გახსენი რკინის ფარდა. იდეის ავტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და ჟურნალისტი და ამ იდეის მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში ამ სტატუსით ბრძადებით ჩვენი სტუმარი დავით პაიჭაძეა. ჩემი ბოლო ნაწილი სტუმრების აღამშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თამარ, შენგან დავიწყებ, თქვენგან დავიწყებ როგორც იდეის ავტორისგან. პირველ რიგში მინდა გითხოთ, რატომ დაამთხვიეთ ეს ბაიდენის ვიზიტს იყო რამე ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ამაში თუ მხოლოდ თქვათ რაღაც, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიგექცია და რატომ დაუკავშირეთ ასევე ეს ყველაფერი ბერლინის კედელს, ანუ ბერლინის კედელი და საქართველო. ბაიდენის ვიზიტს რაც შეეხება ამისი ახსნა ძალიან მარტივია, ბუნებრივია რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან მოყვება საერთაშორისო პრესა და მე მინდოდა რომ ჩვენი გზავნილი თუ ეს შესაძლებელი იყო საერთაშორისო პრესასაც აეღო. არ ვიცი ეს გამოვა თუ არა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. რაც შეეხება იმას თუ რატომ უკავშირდება დღევანდელი ქართული მდგომარეობა ბერლინის კედელს, ეს მე არ დამიკავშირებია, ეს 1 წლის წინ მთელმა მსოფლიომ დაუკავშირა. მოგეხსენებათ, რომ შარშანდელი აგვისტოს აგრესიის მერე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ცივი ომის განახლების საფრთხეზე.
რომელიც თითქოს ბერლინის კედლის დანგრევით დამთავრდა. და დღესაც საუბრობენ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საფრთხის თავიდან აცილება და ამაზეც რომც არავის არ ეთქვა, უბრალოდ მცირე ისტორიული ექსკურსიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაუკავშიროს, შეადარეთ თუნდაც მაშინდელი საბჭოთა ლიდერების რიტორიკა და დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობის რიტორიკა. თუ ნიკიტა ხრუშჩოვი თავის წინააღმდეგეებს თავის დროზე რაღაცა დამარხვით ემუქრებოდა, დღეს დღევანდელი ხელმძღვანელობა სარტირში დახრჩობით ემუქრება. თუ საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპას განიხილავდა თავის უკანაეზოდ, დღეს დღევანდელი რუსეთი საქართველოს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განიხილავს უკანაეზოდ. თუნდაც დასავლელი ლიდერების ქცევას რო დააკვირდე, გავიხსენოთ რეიგანის სიტყვები, რომელიც 88 წელს თუ არ ვცდები ბერლინში ჩასვლისას წარმოთქვა, რომ სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა გავაკეთო, ჩემი ჩემოდანი ყოველთვის ბერლინში რჩება. და დავაკვირდე ჩარშანდელიდან მოყოლებული რამდენი ლიდერი ჩამოვიდა საქართველოში. ფაქტობრივად მათი ჩემოდნებით საქართველოში აწყვია. ასე რომ ეს ჩემი იდეა არ არის, ეს თავისთავად მოვიდა. რამდენად გამოხატული იქნება ეს ამ გამოფენაში, ასე ვთქვათ, როდესაც დამთვალიერებელი მოვა, ეს იქნება ფოტოები ომის თემაზე, ვთქვათ, არიან ქართველი და უცხოელი ფოტო ხელოვნების ამდენადაც ვიცით. აქ წარმოდგენილი იქნება ბერლინის კედლის მუზეუმის ფოტომასალა, ფოტომასალის მოძიებაში დაგვეხმარა ასევე გერმანიის საელჩო, რომელმაც მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ აქციას. გარდა ამისა იქნება წარმოდგენილი იმ რეპორტერთა ფოტოები, რომლებიც ხელწერტილებში მუშაობდნენ, იქნება წარმოდგენილი ომის შედეგებზე ორიენტირებული ფოტოები და ამას გარდა იქნებიან წარმოდგენილი ახალგაზრდა ფოტოგრაფები, რომლებიც უბრალოდ თავისუფლების თემაზე მუშაობდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლებას ვერასოდეს ვერ უძლებს კედელი. თუ თავისუფლება ყოველთვის ანგრევს კედელს. ზუსტად აი ეს მინდოდა რომ გვეთქვა და ახალგაზრდებისთვისაც მიგვეცა საშუალება მონაწილეობა მიიღოთ. გასაგებია დათო თქვენთან მექნება შეკითხვა, ანუ რა პარალელების გავლება შეიძლება ცივომსა და საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას შორის თქვენი მოსაზრებები მინდა და თქვა რადგან იდეის მხარდამჭერი ხარ, თქვა რა არის ამ გახსენი, ანუ ამ ეგიდით ტარდება ეს ყველაფერი და გახსენით რკინის ფარდა, ასეთი რაც თქვენ ისე მოიწონეთ, რომ თქვა იგივე მხარდამჭერებს შორის აღმოჩნდა. ცივი ომის მასშტაბი გაცილებით დიდი იყო, ის რკინის ფარდა რომელსაც თავმე ლაპარაკობდა, რომელსაც თავის დროზე 58 წელს თუ არ ვშტები ლაპარაკობდა ჩერჩილი, გააჭიმული იყო ბალტიისპირეთიდან სამხრეთ ევროპამდე, ხო, შტეტინიდან ტრიესტამდე. დღეს ეს მასშტაბი ძალიან შემცირებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არის დარჩენილი ის საქართველოს ყოფნის. კედელი ჯერჯერობით არაგებულა, მაგრამ საქართველოს გაყოფილია კედლით, ის ორი ოკუპირებული რეგიონი, ეს არის ჯერჯერობით აუშენებელი თუ უხილავი კედლით გაყოფილი ჩვენგან. ჩვენი იარაღი რა, ჩვენი იარაღი არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, მოქალაქეების იარაღს გულისხმობ. ეს არის დანახვება დანარჩენ სამყაროსთვის და ჩვენ თანამოქალაქეებისთვის იმის რომ ჩვენ ვართ გახსნილები, ჩვენ არ გვეშინია თქვა არანაირი კულტურული მიმოცვლის და ღიაობის და ვფიქრობთ რომ იგივე ეს გამოფენაც რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად ჩვენ არ ველით ანუ ისე რომ სახელმწიფო ნამდვილად არ ველით რაღაცა ერთი ყაიდის ადამიანების მოსვლას აქ ეს არის ყველაზე გამოფენა მე თუ რამე მაკვირვებს შაშანდელი აგვისტოს მერე ეს არის რაღაცნაირი შიშნარები მოწიწების გაჩენა იმ ქვეყნისადმი რომელიც რომელი ერთი მტერია დღეს ჩვენთვის ხო აი ამის წინააღმდეგ ამ შიშის წინააღმდეგაც სკეთდება ეს გამოფენა კი ბატონო ჩვენი წილი კედელი ჩვენ აგვიშენეს ნუ ჯერ ვირტუალური მაგრამ იქ შეიძლება მართლა გახსოვთ იყო ლაპარაკი ოკუპაციის შემდეგ რომ იქ ახლა დაიგებებენ აპირებენ აფხაზეთ კედლის დაიწყო კიდეს ეს მშენებლობა იგავდა რკინის მავთუხლართები საყვარელი ნივთი ჩვენ მეზობელი ქვეყნეს ეს აუცილებლად ნუ ჯერჯერობით ეს არ არის მაგრამ რეალურად ის ჩვენთვის შეუღწეველია ეს არის ესეთი პირველი ნაბიჯი ნიშანი იმის რომ ჩვენ არ გვსურს იქ ბარიერების ხილვა და დაბრკოლებების ხილვა იქ ცხოვრებ ადამიანებთან საურთიერთოდ და ისაც თქვენ ნახავთ გამოფენაზე არის როგორც უახლოესი წარსულის შეხსენება რომელიც ჩვენთვის არის ძალიან ამას გულისხმობ და უფრო შორეული წარსულის რომელიც ასეთივე ტკივილი და დაბრკოლება იყო იმ სამყაროსთვის ვისაც ჩვენ დღეს ვესწრაფით ანუ ევროპისათვის. კარგი და ბოლო კითხვა ასე ვთქვათ ორივესთან მექნება გახსენი ეს სიტყვა პოპულარული გახდა საკმაოდ ამ იყო მანამდეც ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვთქვათ ერთ-ერთი ღონისძიება რატომ გახდა ასეთი სახელმწიფო
სახელწოდებით ასე ვთქვათ შემოქმედებითი კავშირის შექმნა დადგა რატომ დადგა დღის წესრიგში ასე რომ ვთქვათ იდეის ავტორი და ორგანიზატორების მხრიდან მაინტერესებს. ეს არის მოხალისეთა შემოქმედებითი გაერთიანება, რაც ხელოვნებს აერთიანებს ასე ვთქვათ. ზოგადად მოხალისებს, რომლებსაც ხელოვნების ან ზოგადად საზოგადოებრივი აქტიურობის საშუალებით სურს თავისი სათქმელი თქვას. ეს სათქმელი ოღონდ აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას. რაც შეეხება გახსენი, როცა ღია საზოგადოების დამკვიდრებას ვცდილობ, ეს გახსენი ესე ძალიან სპონტანურად მოვიდა და მე მოგვეწონა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ლოგოც გინახავთ ალბათ ჩვენი ეკალბარდებისგან გაკეთებული ტვენია და რაღაცნაირად ამასაც უკავშირდება გონების გახსნას, საზოგადოების გახსნას, სახის გახსნას, ყველაფრის საერთოდ. ანუ და ვიცი ეს მე მოგვეწონა და დავიტოვეთ. რამდენად აუცილებელია ეს გახსენი, იგივე ჩამოთვალა საზოგადოების გონების თქვენი შეფასებით ვთქვათ. ამას ამ ქართულ ენა ამბობს თვითონ, ხო? გონება გახსნილობა ეს არ ვეგულება, ეს სიტყვა აი ასეთი სახით არსებობდეს ბევრ ენაში კიდე. არსებობს კიდე გულგახსნილობა, გულახდილობა. ამის მაჩვენებელი ეს კოდიდებს ამ სიტყვაში. ერთი მომენტია კიდე რატომაც აქ ჩემი აზრით აი ამ მოკლე და ტევად და მრავალმნიშვნელოვან სლოგანს თუგნებავთ აზრი დღეს ჩვენ საზოგადოებაში ვფიქრობ არის ვითარება, როცა ადამიანებს უბრალოდ არ უნდათ გაუგონ ერთმანეთს ჩვენ შედარებით აი თქვა ჩემი ასაკისა ცოტა უფროს ადამიანებს განული გვაქვს ეს ვითარება 90-იანი წლების დასაწყისში, როცა კატეგორიულად შეურიგებელი იყო ჩვენი პოზიციები და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ დასკვნებელაც იქიდან გამოვიტანეთ იმ პერიოდიდან უბრალოდ გავალდებულებს ჩვენს შედარებით უმცროს თანამოქალაქეებს უთხრათ, რომ ჯობია ვიყოთ უფრო ამტანები ერთი მეორის მიმართ, ამისთვის ჯობია უფრო გავეხსნათ ერთი მეორის, მოусმინოთ და ყოველ შემთხვევაში იარაღს თუ არ დაუღირებთ, აი ესე რა, წყნარად ნეიტრალურად მაინც ავიტანოთ ერთი მეორე. ამისთვის საჭიროა გავეხსნათ ერთი მეორეს მეტად ვიდრე ახლა ვართ. გასაგებია, დიდი მადლობა ჩვენთვის ცნობილია რომ ეს გამოფენა გერმანიაში, ბერლინშიც არის ჩატანა და გეგმილი თუ არ ვცდები. მომავალში ანუ მიტანა ვთქვათ იგივე ბერლინის კედლის გარშემო შეკრებულ ქვეყანაში ამ ასე ვთქვათ გზავნილის ძალიან მოკლედ რა იგეგმება ამასთან დაკავშირებით და დავასრულებ. მე უსინდისობა იქნება რომ მადლობა არ უთხრა ბერლინის კედლის მუზეუმის დამფუძნებლის და ამჟამინდელი ქრიუს და ამჟამინდელ მფლობელს ქალბატონ ალექსანდრა ჰილდებრანდს, რომელმაც შემოგთავაზა, რომ გარკვეული სელექცია ბუნებრივია აქ 300-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი, 300-ივე ფოტოს ეს პატარა მუზეუმია, იქ უბრალოდ ვერ დაიტევს, მაშინ თავიანთი ექსპოზიცია უნდა გაიტანო. რომ გარკვეული სელექცია წავიღოთ ბერლინის მუზეუმში და დაგეგმილია ეს 2010 წლის გაზაფხულისთვის. მანამდე საქართველოს სხვა ქალაქებში თუ მოხდება გორში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის თვითონ გამოფენაში ფიგურირებს checkpoint Charlie. ეს არის ამერიკელების გამშვები პუნქტი, რომელიც აღქმული იყო აღმოსავლეთ ევროპელების მიერ თავისუფლების შუქურად, ხოლო თვითონ დასავლეთ ევროპელების მიერ მათი ერთადგომის სიმბოლოდ აღმოსავლეთ ევროპელი ხალხის მხარდასაჭერად. ეს იყო ზუსტად საზღვარზე ტოტალიზმისა და თავისუფალ სამყაროს შორის. ჩვენ დავამზადებინეთ checkpoint Charlie-ს ასლი, რომელსაც 7 აგვისტოს დავიღებთ და დავდებთ ახალგორთან. იმის აღსანიშნავად, რომ ეს სიმბოლურად აქ თავდება თავისუფალი სამყარო და იწყება ტოტალიტარიზმი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ. წარმატებებს გისურვებთ. თამარ ჩერგორელიშვილი და დავით პაიჭაძე იყვნენ ჩემი სტუმრები და ახლა აჭარა, სადაც კულტურულად დატვირთული დღეებია დაწყებული. სეზონი იქ ქეთი მელუას და პაატა ბურჭულაძის პროფესორ დიანანას კონცერტით გაიხსნა და ახლა მიმდინარეობს სუხიშვილების ან ნაციონალური ბალეტის კონცერტი. ხვალ კი ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გაიხსნება. პირველ რიგში საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ნინო სუხიშვილი ბათუმიდან საღამო მშვიდობისა უწვიმიანი საღამოა აჭარაში უკაცრავად გალოდინეთ ამ წვიმაში მოგესალმებით და ნინო მეორე დღეა თქვენი კონცერტები ასე ვთქვათ ტრადიციული ანშლაგებით მიმდინარეობს აჭარაში დაიწყო ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილე ვთქვათ რამდენი დღე დარჩებით ბათუმში და რატომ დაიწყო ეს იუბილე მაინც და მაინც აჭარიდან ვთქვათ აქვს ამას რაიმე სიმბოლური დატვირთვა თუ უბრალოდ ეს თხელ სეზონს უკავშირდება ну პირველ რიგში ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვდივართ ბათუმში, იმიტომ რომ ბათუმელი მაყურებელი ძალიან კარგად გვხვდება, ჩვენ გვიყვარს აქ ჩამოსვლა, ტრადიციულად თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ და ეს კონცერტები არის მიძღვნილი როგორც უკვე ბრძანეთ, ნინო რამიშვილის 100 წლის თავისადმია მიძღვნილი და მთელი წელი იქნება ზუსტად ამ 100 წლისადმი მიძღვნილი და ჩვენ ბევრჯერ ვიზეიმებთ სხვადასხვა ქალაქში საქართველოსი ამ დღის შესანიშნავ თარიღს ანსამბლის ცხოვრებაში და ჩვენ ცხოვრებაში და რაც შეეხება ბათუმს
მაინც ეს სეზონი გაიხსნა როგორც ბრძანეთ კეთილმელუას კონცერტით. ჩვენ ხვალ საბოლოოდ კი მესამე კონცერტს ვიცეკვებთ და ზეგ უკვე ვაპირებთ წამოსვლას. შემდეგ ჩვენს მერე იწყება ჯაზ ფესტივალი. სხვათა შორის ხვალ ჩვენ ფინალურ კონცერტზე ზუსტად მოდიან სტუმრები, ვინც ჩამოდის ჯაზ ფესტივალზე, ხვალ ჩვენი სტუმრები იქნებიან და ამიტომ ძალიან სასიამოვნო იქნება, რომ მათაც ჩვენ ხელოვნებას ვაზიარებთ. რა თქმა უნდა და თუ კი ამაზე ვსაუბრობთ, ჩემთვის ცნობილია რომ 25 ოქტომბერს ქავატო და ნინო საქართველოში ჩამოდის Riverdance და ჩემთვის გახდა ცნობილი რომ მათ ითხოვეს თქვენს რეპეტიციაზე დასწრებაც. ანუ ხომ არ არის ეს განპირობებული იმით, თქვენ როგორ ფიქრობთ რომ სულ იყო საუბრო, როდესაც თქვენი ეს ახალი პროგრამა წარადგინეთ წლების წინ და თანამედროვე ილეთები შეიტანეთ, ბევრი საუბრობდა რომ ეს ერთგვარად გავდა Riverdance-ის პროგრამასაც. მგონია, მე მგონი ჩვენ და Riverdance ერთადერთი რამე გვაქვს საერთო, ეს არის პოპულარობა, მეტი არაფერი, იმიტომ რომ პროგრამა განსხვავებულია აბსოლუტურად, უბრალოდ ისინი საკმაოდ ცნობილები არიან მსოფლიოში და ჩვენც, იმათმა ნამდვილად გამოთქვეს სურვილი ჩვენ რეპეტიციაზე მოსვლის და მასტერკლასები უნდა ჩაუტარდეს და მე მათ კონცერტზე სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვჩებით, იმიტომ რომ ზუსტად იმ დღეს მივფრინავთ გასტროლებზე გონკონგში, მაგრამ რეპეტიციას აუცილებლად დაესწრებიან ისინი ჩვენსა და ჩვენ მათ რეპეტიციას. და არა მარტო Riverdance საერთოდ აპირებს ჩამოსვლას ძალიან ბევრი კოლექტივი და ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მთელი მომავალი წელი ქალბატონ ნინო რამიშვილის პატივსაცემად იქნება და ჩვენც არაერთხელ გავმართავთ კონცერტებს. კარგი, ესეთ ამდე კითხოთ, აი იუბილესთან დაკავშირებით თუ გეგმავს ვთქვათ იგივე ილიკო უმცროსი რაიმე ახალი ცეკვის მიძღვნას თუ იხილავს რაიმე მაყურებელი ახალ პროგრამას ამ საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით? იცით საერთოდ ყველა კონცერტი ჩვენთვის რაღაც სიახლეა და არა მარტო ჩვენთვის მაყურებელთვისაც. ყოველთვის ყველა კონცერტი განსხვავებულია და არ გავს ერთმანეთს. მაგალითად ეხლა ბათუმის კონცერტები სხვა პროგრამით არის, აქ ძირითადად უფრო მეტია აჭარული ცეკვები, 4 აჭარული ცეკვა ეხლა პროგრამაში ბათუმის კონცერტებში და რაც შეეხება თბილისს, ყოველთვის რაღაც სიახლეს ჩვენ ტრადიციულად ვთავაზობთ. შეიძლება ეს სიახლე იყოს უბრალოდ აი ძველის გახსენება, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია ჩვენ პროგრამაში. ამიტომ სხვა რეგიონებში თუ გეგმავთ გასვლას? ძალიან დიდი სურვილი იქნება ჩვენი რეგიონებში კონცერტების გამართვა, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ შარშან ილიკო სუხიშვილის 100 წლის თავი, როცა აღნიშნეთ. მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა მხარდაჭერა გვესაჭიროება და ბუნებრივი ალბათ გვექნება, იმიტომ რომ მარტო ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი კონცერტის გასამართავად. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. თუ გახვალთ რეგიონებში, საზღვარგარეთ გასტროლებზე და როგორც ცნობილია დეკემბერში დასრულდება ეს საიუბილეო წელი, თუ არ ვცდები და თბილისის წელის მაყურებელს თქვენი ასე ვთქვათ დიდი კონცერტი. დეკემბერში არა, შემდეგი 2010 წელი იქნება მთლიანად საიუბილეო, იმიტომ რომ ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს და უბრალოდ იანვარშია მისი საიუბილეო თარიღი, 19 იანვარს არის დაბადებული, ამიტომ ჩვენ ცოტა ადრე ზაფხულში დავიწყეთ მზადება ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის. ამიტომ მთელი წელი 2010-იც იქნება აი ამ მას მიძღვნილი და ყველა ჩვენი პროექტი, ბევრი სურპრიზები გვაქვს, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი იქნება ზუსტად აი ამ ნინო რამიშვილის სახელს დაუკავშირდება, მის 100 წლის თავის დაუკავშირდება ყველა ჩვენი პროექტი, რომელიც მიიგეგმება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, მადლობთ რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და ბოლო პირდაპირი ჩართვა და ისევ აჭარა, სადაც ხვალიდან ჯაზის საღამოები დაიწყება, Eastern Promotion-ის ხელმძღვანელი მიშა გიორგაძეა ჩვენი ბოლო სტუმარი, საღამომშვიდობისა, ბატონო მიხეილ, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ თქვენც დათანხმდით ამ პირდაპირ ჩართვას, წინ საკმაოდ დატვირთული შაბათ კვირაგელით, უკვე მერამდენი წელია ჯაზ ფესტივალი ტარდება საქართველოში და რითია წლევანდელი განსხვავებული ან გამორჩეული? შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი მესამე წელია ტარდება, განსხვავდება გაორმაგებული მონაწილეების რაოდენობით. როგორც შარშან და შარშანწინ ფესტივალი სამდღიანია, მაგრამ ამჯერად უკვე ორ-ორი ჯგუფი გამოვა ყოველ საღამოს, გარდა იმ ჯემებისა, რომელიც ჯორჯიან პალასში გაიმართება სასტუმროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ბატონო მიშა, მოლაპარაკების პროცესში მუსიკოსებთან ხომ არ შეხვდით ერთგვარ ბარიერს, ან ხომ არ იყო სიფრთხილე მათი მხრიდან გულისხმობ იმას, რომ თქვა გასულ წელს იყო ომი ამ ქვეყანაში, რუსეთ-საქართველოს ომს გულისხმობ კავკასიის რეგიონში, სულ არის საუბარი ამ საფრთხეზე, ანუ იყო შემთხვევა, რომ რომელიმე მუსიკოსმა ამის გამო თქვა უარი ან მოლაპარაკების პროცესი გაჭიანურდა?
თუ სიამოვნებით სირთულე არანაირი არ ყოფილა ნამდვილად, სიამოვნებით დათანხმდნენ, ძალიან მოწონთ ეს გარემო, ზღვის სანაპიროზე ფესტივალები ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ფაქტიურად პირდაპირ პლაჟზე გვაქვს კონცერტები, ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ მოხიბლულები არიან იმ პერსპექტივით, რომ ჩამოვიდნენ აქ და ათვალიერონ ეს კუთხე, აქაურ კულტურას გაეცნონ, არანაირი პრობლემა არ იყო. და რამდენად ბევრი ადამიანი დაესწრება ამ ფესტივალს გულისხმობ იმას, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, ვთქვათ, ესეთი ვარსკვლავების ჯაზი მოისმინა და ამ კრიზისის ფონზე, ვთქვათ, არის მსურველთა რაოდენობა, ვთქვათ, ისეთი დიდი, როგორც ჩვეოდა ამ წლების განმავლობაში ჯაზ ფესტივალს. ნამდვილად დიდია მსურველთა რაოდენობა, მე ვერ დაგეთანხმებით პრინციპში, რომ ბილეთების ფასი ძვირია, ხო 50 ლარი. არა, მე საგულისხმობ ძვირადღირებულია, ვთქვათ, ამის მოსმენა, ხო, როდესაც ეს ვარსკვლავები ჩამოდიან. ზოგადად ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხარდამჭერები ყავს ფესტივალს, ამ დამხმარების გამო ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბილეთები 50 ლარზე მეტი თითო საღამოზე არ ყოფილიყო. ამ კრიზისის პირობებში თავიდან საშიშროებაც კი იყო იმისი, რომ ფესტივალი არ ჩატარებულიყო, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს დახმარებით მაინც შეიკრა ბიუჯეტი ამ ფესტივალის, შემდეგ სხვა სპონსორებიც გამოჩნდნენ და მაინც შევძელით, როგორც გითხარით, ის რომ ერთ საღამოზე ბილეთის ფასი არა უმეტეს 50 ლარისა. და ბატონო, რამდენად გაგრძელდება ტრადიცია იმისა, გულისხმობ იმას, რომ თქვა იგივე რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნის, ჯორჯ ბენსონის, მანჰეტენ ტრანსფერის, ჯო ზამინულის, ჯო კოკერის, ელჯეროს და რა ვიცი, ჩამონათვალი ძალიან დიდია, ბევრი სხვა ლეგენდარული შემსრულებლების შემდეგ ბუნებრივია მაყურებელი ელის არანაკლებ ვარსკვლავებს ყველა ჯაზ ფესტივალზე. რამდენად გაგრძელდება ეს ტრადიცია და რამდენად იქნება საშუალება იმისა, რომ ამ რანგის მუსიკოსებს უსმინონ ყოველთვის ამ ფესტივალზე? მე გპირდებით, რომ ამ ტრადიციას ნამდვილად არ უღალატებთ. ლევანდელი ფესტივალიც საკმაოდ ვარსკვლავური გამოგვივიდა. პირველ დღეს აერტო მორეირა და ფლორა პურიმი ლეგენდარული სახელები არიან ბრაზილიურ ჯაზში. ზოგადად პროგრამა გამოგვივიდა საკმაოდ მრავალფეროვანი. მეორე დღეს მასეო პარკერი და მისი ბენდი, ადამიანი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის მუსიკა შექმნა, რომელმაც ჯეიბი ჰორნს შექმნა, ძალიან დინამიური, ენერგიული მუსიკა არის, ისიც ლეგენდარული ადამიანი არის მუსიკალურ ინდუსტრიაში და მესამე დღეს Naturally 7 ეს Quincy Jones-ის აღმოჩენა ჩვენ შარშან მონტრეს ჯაზ ფესტივალზე ვნახეთ ეს ჯგუფი ცოცხლად, უნდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოუგნებელი ეფექტია, 7 ახალგაზრდა მამაკაცი მღერიან და უკრავენ ინსტრუმენტების გარეშე, პირის თავის საკუთარი ხმით. უნდა დაუჯერებელი სანახაობაა და დაუჯერებელი მოსასმენია. ანუ ძალიან სასიამოვნოა ჯაზის მოყვარულებს ზღვის სანაპიროზე როგორც ჩანს. და ბატონო მიშა, ვისარგებლებ შემთხვევით და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უბრალოდ ფილარმონიის შესახებ, როდის აპირებთ გახსნას, ვთქვათ, ამ ფილარმონიის, ანუ როდის ექნება ხელოვნების მოყვარულებს საშუალება, რომ ამ დიდ დარბაზში, ვთქვათ, მოусმინონ შემდეგ კარგო მუსიკოსებს და მსახიობებს. 3 ოქტომბერს უკვე პირველი კონცერტი არის დანიშნული, ოქტომბრის განმავლობაში კიდევ რამოდენიმე კონცერტი, ოქტომბრის ბოლოს თბილისის ჯაზ ფესტივალი ჩატარდება და უკვე ასე ვთქვათ კონტრაქტებზე და რა კონცერტია დაგეგმილი ბატონო მიშა, ვარსკვლავი ჩამოდის ქართველების შემადგენლობით? მე ვფიქრობ სიმბოლურია, რომ განახლებული თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ქართველმა ვარსკვლავმა გახსნას. თუ ვინ იქნება ეს ვარსკვლავი, ნებამომეცი წინ არ გაუსწრო მოვლენებს და თვითონ ორგანიზატორები მოგახსენებენ ამის შესახებ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ წინ დატვირთული და სასიამოვნო შაბათ-კვირაგელით. მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე და მომავალ პარასკევს უკვე კვირის მთავარ პოლიტიკურ თემაზე კვლავ იქნება სხვადასხვა პოზიციების გამოხატვის და მოსმენის საშუალება ამ სტუდიაში. დიდი მადლობა.